ამ დღეებში ჩრდილოეთ ევროპას და კერძოდ ჰამბურგს უძლიერესმა შტორმმა სახელად ელიმ გადაუარა. გუშინ 9 იანვარს შტორმის პიკი იყო ქარბუქი, ძლიერი ქარი, -5 ასეთი მდგომარეობა მე მხოლოდ რუსეთის ჩრდილოეთის ქალაქებში მინახავს, ჰამბურგში არასდროს და როგორც ძველი ჰამბურგელები ამბობენ, მსგავსი რამ ძალიან დიდი ხანია ჰამბურგში არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 30 წელია მას შემდეგ რაც გლობალური კლიმატის ცვლილება შევიდა დღის წესრიგში. იყო შეფერხებები ტრანსპორტზე, გზები რა თქმა უნდა გაწმენდილი იყო, დენი არ წასულა, არც წყალი, არც გათბობა გამორთულა ცენტრალური სკოლებში სწავლა ერთი დღით გადაიდო. ასეთი ხმებიც დაიყარა, რომ მაღაზიებში თითქოს სრული ქაოსია, აღარც წყალია, აღარც პროდუქტია და უბრალოდ გადამოწმების მიზნით გადავედი ჩვენს საკმაოდ დიდ ქსელურ მაღაზიაში კაუფლანდში, სპეციალურად ვნახე რა ხდებოდა. ხდებოდა ის, რომ ლამის იქ დარჩენა მომინდა, იმიტომ რომ კაუფლანდი იყო უჩვეულოდ ცარიელი, მუდმივად ხალხი ირევა ხოლმე, იყო უჩვეულოდ დახუნძლული პროდუქტებით და ამ პროდუქტების ძალიან დიდ ნაწილზე იყო სადღესასწაულო შემდგომი ფასდაკლებები, ისე რომ საკმაოდ სანახავად მივედი და საკმაოდ დიდი ჩანთით გამობრუნდი უკან. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ არ გაჩერებულა აეროპორტი. ანუ თვითმფრინავები, ჩემი უსაყვარლესი ტრანსპორტი, რომლითაც მე არ მეშინია კი არა პირიქით, აი რაღაც დღესასწაულივით ველოდები ხოლმე ჩაჯდომას თვითმფრინავში, შემდეგ აფრენის მომენტზე მაქვს აბსოლუტური გადაკეტვა და რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს დაჯდომა. აი თვითმფრინავებმა უბრალოდ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ისინი სრულიად უსაფრთხო ტრანსპორტები არიან, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, რა თქმა უნდა. მაშასა ქალაქმა გაუძლო და გადავრჩით. დღეს უკვე ნორმალური ამინდი, აღარც ქარი, აღარც თოვლია, ხვალიდან უკვე ზეგიდან უბრალოდ დადებითი ტემპერატურებს გვირდებიან, ოთხშაბათ საერთოდ +10 გრადუსია და ეს თოვლი რაც არის ახლა დარჩენილი, იმასაც მალე აადნობს საბედნიეროდ. რას იზამს? ზამთარია, თოვლი მოდის, როგორც ერთმა იმერელმა კაცმა მითხრა ბაღდადში. ზამთრის პერიოდია და ხეს ვერ შეუშვერ, რა უნდა ვქო. განა მინდა მე მიყვარს, მაგრამ რა უფრო წავალ. მართლაც ასეა, თოვლი მოდის და ხელს ვერ შეუშვერ. არ აქვს მნიშვნელობა, მოდის თუ არ მოდის, იგი ზამთარში მაინც ცივა. უამრავი პრობლემა მოაქვს ზამთარს ჩვენს განედებზე განსაკუთრებით, აბა ეხა ვენესუელაში გინდა დეკემბერი იყოს, გინდა აგვისტო, გინდა მადურო იყოს პრეზიდენტი, გინდა სხვა ვინმე, მაინც +28 გრადუსია და ეს პრობლემა რო თქვა რა ჩავიცვა გარეთ რო გავდივარ, ისეთი რომ გარეთ არ შემცივდეს და სადღაც მაღაზიაში რო შევარ, იქ სიცხისგან არ დავიწვა, ან ფასებს რო შევხედავ, გული არ შემიწუხდეს. ასევე არ აწუხებთ D ვიტამინის ნაკლებობა, ლაშქრობებს აწყობენ როცა უნდათ წელიწადის ნებისმიერ დროს და არც სიჩუანიდან და ჰონკონგიდან მოფრენილი ქათმის, ღორის, ღამურის და ლოკოკინას გრიპები არ ემართებათ. არა ემართებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი გასიებული ცხვირებით, როგორც ჩვენ დავდივართ ხოლმე საშობაოდ საახალწლოდ, შემდეგ ძველი საშობაოდ, ძველი საახალწლოდ, შემდეგ ნათლისღებისთვის და ასე შემდეგ, ასე იქ არ ხდება. ჩვენში ვისაც ფული აქვს, რა თქმა უნდა, ბოლოს და ბოლოს, ეგერ ქმრის ნაჩუქარ დღეში წავა, ბაკურიანში, გუდაურშიც თუ კიდევ უფრო მეტი ფული აქვს, კურშეველშიც წავა, თუ კიდევ უფრო მეტი ფული აქვს და კარგ სამსახურშია. და რამდენიმე მილიონი დოლარი უდევს სადღაცა სოფლის სახლში, ტუმბოჩკაში და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ისე ვიმეორებ, ზამთარი არის პრობლემების მომტანი. რატომ ვილაპარაკე მე ამდენი ხანი ზამთარზე? ამას ახლავე მოგახსენებთ, მაგრამ მანამდე ერთი პატარა შეხსენება. დღესასწაულებმა ჩაიარეს, მაგრამ ზამთარი გრძელდება. მართალია დღე მატება დაიწყო, მაგრამ ნამდვილ გაზაფხულამდე ჯერ კიდევ ჭირვეული თებერვალი და მარტი გვაქვს გასავლელი. საჩუქარი წელიწადის ნებისმიერ დროს სიამოვნებს ადამიანს, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც მაქსიმალურად ექნება სამშობლოს მადლიანი მიწის ადამიანის სურნელი. ეს რომ ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს. მათ წამოიწყეს პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულად კბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიკა. მადის ამუძვრელის სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი.
კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და რა თქმა უნდა მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. ეს ყველაფერი იმ ულამაზეს სუფრაზე შეგიძლიათ გაშალოთ, რომელზეც ქართული ანბანია ამოქარგული. დღეს უკვე შესაძლებელია ნაკრების ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაგზავნა. ტარიფებს ეკრანზეც ხედავთ და ვიდეოს აღწერაშიც იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრების შემადგენლობა მყიდველის სურვილის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. თუ ჩემი არხის გამომწერები ამ პრომოკოდს გამოიყენებთ, მიიღებთ 7%-იან ფასდაკლებას. თუ ნაკრებს ამ პრომოკოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ ახლავე და აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ქართული სითბო და ტკბილი მოგონებების სურნელი. გამარჯობა. მე ვასილ გაბუნია ვარ და ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. მე არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადაუხადო ყველას, ვინც უყურებს ჩემს ვიდეოებს, ახალ გამომწერებს მოგესალმებით და ძალიან მიხარია რომ შემოერთდით ჩვენს სამეგობროს და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა რომლებიც იწონებენ ვიდეოს, წერენ კომენტარებს და განსაკუთრებით კი ის მაყურებლები რომლებიც მატერიალურად ეხმარებიან არხს. არხს ეს დახმარება ძალიან სჭირდება, იმიტომ რომ მე ფაქტიურად ამ არხის გარდა შემოსავალი არ მაქვს, არ გამაჩნია და ის ტექნიკა, რომელსაც მე ვყიდულობ, საკმაოდ ძვირი ღირს. ძვირი ღირს, იმიტომ რომ იგი ხარისხიანია. თორე უხარისხოთ, უბრალოდ ტელეფონზე რომ ჩავწერო ხოლმე, მე არ მაძლევს ჩემი სინდისი ამის უფლებას. მე აუცილებლად უნდა მქონდეს კარგი კამერა, კარგი სამონტაჟო, კარგი განათება და კარგი ხმა. არ ვიცი რამდენად ვაღწევ ამ იდეალს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ და ამაში თქვენი ფინანსური დახმარება ძალიან მეხმარება და კიდევ და კვლავ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ეს ყველაფერი ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ საინტერესო ისტორიების სახით. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მე ზემოთ ჩამოთვალე, ზამთარი, სიცივე, თოვლი, ყინვა აუცილებელი არის როგორც ქალაქებისთვის, ასევე მთისთვის. მაგალითად, იგივე ჩვენი მთისთვის. რომ არა ზამთარში მოსული უხვინალეკი და თოვლი და ყინვა, ჩვენ ზაფხულში ძალიან გაგვიჭირდება სასმელი, სარწყავი წყლის მოპოვება. მდინარეები გამეჩხერდება, შეიძლება საერთოდ გადაშრეს და ეს იქნება კატასტროფა. თქვენ მეტყვით რომ გაზაფხულზე ისედაც და ასედაც წვიმები მოდის, ზოგჯერ თავსხმა წვიმები, მოგხსენება ზოგჯერ 1-2 საათში მთელი თვის ნორმა, მაგრამ წვიმასა და თოვლს შორის არის გიგანტური განსხვავება, მართალია ორივე წყალია, მაგრამ მათი აგრეგატული მდგომარეობა განსაზღვრავს თუ როგორ ჟონავს და როგორ აჯირჯვებს ნიადაგს წყალი. თოვლი ნელ-ნელად ნობის შედეგად, კარგად, აი როგორც ღრუბელი, ისე გაჟღინთავს ხოლმე ნიადაგს წყლით და ეს გაჟღენთილი ნიადაგი დიდხანს ინარჩუნებს სინოტივეს. ხოლო წვიმა, ხშირად და ძლიერი წვიმა განსაკუთრებით, ეს არის უფრო კატასტროფა, ვიდრე თქვათ წყლით გაჯერება ნიადაგის, იმიტომ რომ ხდება ჩაჟონვა კი არა ნიადაგში. ვერ ასრებს უბრალოდ წყალი ჩაჟონვას, იგი მთელი ძალით რეცხავს ზედა ფენას და ზედა ფენა მოგეხსენებათ, ეს არის სწორედ ის ნოყიერი ფენა, რაზეც ჩვენ მოსავალი მოყავს. ამიტომ ისევ ვიმეორებ თოვლი, რომელიც ამ ბოლო დროს ჩვენს განედებზე საკმაოდ იშვიათი გახდა, საქართველოს განედებზე კი არა, ჩრდილოეთის განედებზეც კი და ხალხს ჩრდილოეთში თოვლი გაუკვირდა, ეს არის იმ ვისაც ჯერა და ვისაც არ ჯერა არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს არის იმ კლიმატის ცვლილების გამოძახილი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ და მე არაერთხელ მithქვამს, იგივე ჩემი თაობის ახალგაზრდობას თუ გავიხსენებთ, იგივე 70-იან წლებში თბილისში ისეთი თოვლი მოდიოდა, რომ ჩვენ მაგალითად სკოლის მოსწავლეები სემიონოვკიდან, ზემოთ ვერიდან, ვარაზის ხევის გავლით ციგით ჩავსრიალდებოდით ხოლმე გმირთა მოედანზე. დღეს ასეთი თოვლი ალბათ გუდაურშიც კი სანატრელია. რომ არა ძლიერი ყინვები და თოვა, სამხრეთის და ჩრდილოეთის პოლუსებზე ყინულები დაიწყებენ დნობას. აქ მოგეხსენებათ ყველაზე დიდი მარაგი არის წყლის დაგროვებული, ოღონდ სხვა აგრეგატული სახით, ეს არის ყინული. ყინულის სახით, რომელიც რა თქმა უნდა პერიოდულად ნება, პერიოდულად შემდეგ მას ემატება ახალი ფენა
და ეს ბალანსი არის დაცული. ამიტომ ჩვენ გვაქვს მუდმივი დონე სოფლიო ოკეანის, აქედან გამომდინარე ამ ოკეანესთან დაკავშირებული ზღვების და მათ შორის ჩვენი შავი ზღვის არის ასეთი გამოთვლები, თუ მთლიანად გადნა ყველა ყინული რაც კი დედამიწაზეა, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ იმ მწვერვალებზე შეგვეძლება ჩვენ ხმელეთის მოძებნა და მხოლოდ ის მწვერვალები იქნება კუნძულების სახით გიგანტური ოკეანიდან, ანუ ფაქტურად ოკეანეთ გადაიქცევა ჩვენი დედა ოკეანე გახდება და არა დედამიწა, აი იქ იქნება მხოლოდ შესაძლებელი არსებობა. თუმცა ამ კუნძულებზეც ვერ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, იმიტომ რომ კლიმატი შეიცვლება გლობალურად, იქნება უძლიერესი ისეთი რომ ჯერ კაცობრიობას არ უნახავს შტორმები, ეს გამოიწვევს რა თქმა უნდა უძლიერეს ტალღებს და ასევე ეს გიგანტური მასა რომელიც დააწვება დედამიწის ქერქს თავისი სიმძიმით გამოიწვევს ახალ გეოლოგიურ ღვევებს, ტექტონიკურ ღვევებს, მიწისძვრებს და ასე შემდეგ. ანუ მე დავხატე რაღაც კატასტროფული სურათი, რა თქმა უნდა მსგავსი რამ დედამიწას ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში ნამდვილად არ ემუქრება, მაგრამ რეალური საფრთხეები მაინც არსებობს. ასე რომ ჯერჯერობით გვიხაროდეს რომ გცივა, რომ ჯერ კიდევ პალტოს ჩაცმის საჭიროება არსებობს და გავიხსენოთ თუ რა სიკეთეები მოაქვს სიცივეს და უმალ გავთბებით. აი შემდეგ ინფორმაცია კი, რომელიც მე სულ რამდენიმე დღის წინ ზუსტად შობა დღეს ვიპოვე, კი არა და გამოწერილი მაქვს სამეცნიერო საიტები და იქ იყო აი ეს ინფორმაცია დაებედათ კლიმატოლოგებს და გლაციოლოგებს მომავალი წლებისთვის საკმაოდ დიდ თავს ატეხათ. ვისაც ჩემი ინტერვიუ არ გინახავთ გამოჩენილ ქართველ მეცნიერთან, გლაციოლოგ ლევან ტიელიძესთან, რომელიც ახლა მე მგონი ზუსტად ანტარქტიდაზე იმყოფება ექსპედიციაში, იქ ზაფხულია მოგეხსენებათ და რომელიც ავსტრალიაში მოღვაწეობს, აუცილებლად ნახეთ, აი ამ ბმულის საშუალებით და იქ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. მე კი გეტყვით რომ აი ზუსტად 7 იანვარს გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამი არის, რომ ანტარქტიდის ერთ-ერთ ყურეში დაიძრა გიგანტური მასის მქონე მყინვარი. რამდენიმე ადამიანმა მე დამიწერა, ნუ ეს რა თქმა უნდა, არ ვიცი, საიდან მოაქვთ ასეთი ინფორმაციები, ნუ ეს ბრტყელი დედამიწის და იქ მიწის ქვეშ რომ ნუნისში რაღაც ქალაქებია და იქიდან ადამიანები ამოდიან და დაახლოებით იმ სერიიდან არის, მაგრამ რომ თითქოს ანტარქტიდაზე 300 წლის წინ ყველაფერი მწვანე იყო, არა, ყველაფერი მწვანე 300 წლის წინ არ იყო, მაგრამ დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ ანტარქტიდა მართლაც ერთ-ერთ ჩვეულებრივი ესეთ კონტინენტს წარმოადგენდა, სადაც საკმაოდ რაოდენობით დაგროვდა ნახშირიც, ნავთობიც, იქ ნაპოვნი არის განამარხებული ცხოველები, იქ ნაპოვნია დინოზავრის ნაშთები, ძუძუმწოვრების ნაშთები, ასე რომ ეს იყო ჩვეულებრივი კონტინენტი, რომელიც დროთა განმავლობაში უბრალოდ მოექცა პოლუსზე და მოგეხსენებათ კონტინენტები მოძრაობენ და ამის შესახებ მე რამდენიმე ვიდეო მაქვს 34 მილიონი წლის წინ მისი ცენტრალური ნაწილის ძლავრი მყინვარებით დაფარვა დაიწყო. შემდეგ ეს მყინვარები გაიზარდა ზომაში, დაფარა მთელი კონტინენტი და წყალშიც კი ჩავიდა. ნაპირებთან ახლოს არის ეგრეთ წოდებული შელფური მყინვარები განვითარებული, ეს არის მყინვარები, რომლებიც ნაწილობრივ ჩაცურებული არის ოკეანეში და ისინი ფსკერს თავისი სიმძიმით ედებიან და საკმაოდ სტაბილურები არიან. გლაციოლოგების შეშფოთებას იწვევს თვეიცის მყინვარი. ეს მყინვარი უზარმაზარია, მისი ფართობი 120,000 კვადრატული კილომეტრია. ეს რომ წარმოიდგინოთ, ეს არის ხმელეთი, აგდებს მყინვარის ერთი ნაწილი, რომელიც საკმაოდ მაღალია და მეორე ნაწილი არის წყალში ჩაძირული. და წყალში იგი ძევს ფსკერზე. და სტაბილურია. სტაბილურია, მაგრამ მეცნიერებმა შეაღწიეს წყალქვეშა რობოტების საშუალებით ამ ფენებს შორის, ესე იგი ყინულისა და ფსკერის ფენას შორის და დაინახეს, რომ ისინი ერთმანეთს დაცილებული არიან და ამას იწვევს თბილი წყლის მასები, რომლებიც მყინვარის ქვეშ მოძრაობენ. როდესაც ქვედა ნაწილი მყინვარისა დნება, რა თქმა უნდა, იგი უკვე სტაბილურობას კარგავს.
თუ მანამდე მოჭიდებული იყო, ახლა იგი ფაქტიურად ჰაერში კიდია, წყალში უпроსორად. და ეს შესაძლოა იყოს იმის ტრიგერი, რომ ხვალდაზე არა და არც თქვათ 7-8 წლის შემდეგ, თუმცა ვინ იცის როგორ გაგრძელდება, ეს ნაწილი შეიძლება უბრალოდ მოწყდეს და ჩაეშვას წყალში. ამ გიგანტური მასის წყალში ჩავარდნა გამოიწვევს ცუნამის, რომელიც გადაუვლის სამხრეთ ნაწილს ოკეანისას და რაც თავარი, როდესაც იგი დნობას დაიწყებს, დაახლოებით 65 სანტიმეტრით აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე. 65 სანტიმეტრი ერთი შეხედვით, მაინც ბევრი არ არის, მაგრამ ეს ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც ზღვის დონეზე დაბლა. ნუ გაგიხარდებათ, რომ ზოგიერთებს ტვინგად რუსული პროპაგანდით ტვინგადატრიალებულებს, რომ ჩაიძირება ნიუ-იორკი, ჩაიძირება ნიდერლანდები და ასე შემდეგ, რომც ჩაიძიროს თქვენ რა ხეირი. გაითვალისწინეთ, რომ მთელი კოლხეთის დაბლობი, ანუ საქართველოს ფაქტიურად 1/5 მინუსებშია, ანუ ზღვის დონეზე დაბლა. და ის ჭაობები, რომლებიც რის ვაივაგლახით დააშრეს ჩვენმა წინაპრებმა, კვლავ გაივსება და ჭაობებად კი არა, უკვე საკმაოდ კარგად გამოხატულ კოლხეთის ყურედ გადაიქცევა ეს ნაწილი. ამასთანავე გაითვალისწინეთ გურიის სანაპირო, აფხაზეთის ნაწილი სანაპიროსი, იქეთ მთებისკენ ნაკლებად და ასევე ბათუმის და გონიოს და სარფის, რომელშიც ახლა ფეშენებელური რაღაც მრავალმილიარდიანი პროექტები ვითარდება, ეს ყველაფერი დარჩება, როგორც არის ხოლმე, ხო, ეხა პრიპიატი როდგას ეგერ მშვენიერი ულამაზესი ქალაქი იყო, ახლა აშენებული და დღეს იგი цаრიელია, იმიტომ რომ არავის არ ჭირდება, საშიშია უბრალოდ იქ ცხოვრება. ასეთ საშიში გახდება მთელი სანაპირო. და აქ კიდევ ერთი რამ იჩენს თავს, რომ ეს მყინვარი, რომელსაც ასევე განკითხვის დღის მყინვარსაც უწოდებენ, ესეთი ოფიციალური სახელი აქვს, Doomsday Glaciers ეძახიან, იგი როგორც საცობი ისე არის დაცობილი აი იმ ყურეში, სადაც იგი მდებარეობს. და თუ ის მოწყდა გვერდით მდებარე მყინვარები, რომლებსაც იგი აკავებს, მოწყდებიან ის მყინვარებიც და ამ შემთხვევაში ცუნამებთან ერთად, რა თქმა უნდა, ზღვის დონე მოიმატებს უკვე 3 მეტრით. 3 მეტრით ზღვის დონის მომატება ეს არის გლობალური კატასტროფა. ეს არ არის უკვე ლოკალური კოლხეთის დაბლობის, ნიუ-იორკის სხვა სანაპირო, თუნდაც იგივე ჰამბურგის პრობლემა. ჰამბურგიც სადაც ზღვის დონიდან 2 მეტრზე მდებარეობს. საშიში მოვლენაა და იმედია აქვს გლაციოლოგებს, რომ იგი ასე სწრაფად არ განვითარდება, თუმცა როგორც მათ დაადგინეს, ორჯერ არის გაზრდილი მყინვარის დაცურების, ხმელეთიდან დაცურების სისწრაფე. იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. ასევე სეისმოგრაფები აფიქსირებენ ძალიან გახშირებულ სეისმურ აქტივობას თვითონ მყინვარის სხეულზე. მყინვარი თვითონ ცოცხალი ორგანიზმივით არის და მუდმივ რადგან მოძრაობს, იგი ასევე ნაპრალებს იჩენს და ამ ნაპრალების გახეთქვის დროს და წარმოქმნის დროს წარმოიქმნება ტალღები, რა თქმა უნდა, სეისმური ტალღები და ეს ტალღები თუ იყო, თქვა, ადრე, ჩავთვალოთ 10 დღეში, დღეს არის უკვე 30. ესეც იმას მიანიშნებს, რომ განკითხვის დღის მყინვარს, რომლის ფართობიც გახლავთ 192 კვადრატული კილომეტრი, გაცოცხლებულია და ძალიან გააქტიურებული. ანტარქტიდიდან გადავინაცვლოთ არქტიკაში. ახლა მახსენდება და რატომ გეტყვით. ერთი ნათესავი ბიჭი მყავდა, ასე 12-13 წლის იყო, კაი ვირგლა იყო და რამდენი ჩვენთან მოვიდოდა ხოლმე, იმდენი მაინც და მაინც უამრავი სათამაშო მქონდა და მაინც და მაინც ანტიკვარული ფაიფურის, ბებიაჩემის და მამის ნაკონი ეს ამცხენით უნდა თამაშენ, დედაჩემი აიღებდა ხოლმე და ამცხენს ზედა თაროზე შემოდგამდა და ეს ბიჭი მთელი დღე იმის მაგივრად რომ ჩემთან ეთამაშა, რაღაცა იგი ნამცხვარი ეჭამა, ჩაი დაელია. დადიოდა თავჩაკინდრული და ზემოიმერული კილოთი იძახდა კი არა თავისთვის ლაპარაკობდა. ცხენი მინდა ცხენი. ეს გრძელდებოდა მთელი იმ სტუმრობის პერიოდში, რომ გადიოდა კიდე ნახვამდის მაგივრად ცხენი მინდა ცხენის იძახდა. ხო და რატომ მოყევი ეს ამბავი? დონალდ ტრამპი, რომელიც დღეს ამერიკის პრეზიდენტად მუშაობს, აი ამ ბიჭს მაგონებს. მასაც ხა ტრამპისდება არ მაგენებთ, მაგრამ ნამეტანი დიდი ცხენი აქვს ამოჩემებული. გრენლანდიის სახით და გინდა თუ არა მინდაო იძახის და როცა რუკას უყურებთ ხედავთ რომ ეს გიგანტური უზარმაზარი ზომის კუნძულია 6 გერმანიას დაიტევს და 30 საქართველოს მაგრამ ამ კუნძულზე სულ
55,000 ადამიანი ცხოვრობს, ანუ ქუთაისის მოსახლეობის მეოთხედი ფაქტიურად. ისე მოდი და იცხოვრე თუ კაია, როდესაც ამ კუნძულის 80% დაფარული არის მრავალკილომეტრიანი სისქის მყინვარით. გრენლანდია დანიის სამეფოს ეკუთვნის, იგი სარგებლობს ფართო და განსაკუთრებული ავტონომიით, მას ყავს თავისი პარლამენტი, თავისი მთავრობა. საერთოდ დიდი ხანია საუბარი არის, რომ მათ დამოუკიდებლად იარსებონ, მაგრამ როდესაც რეფერენდუმები ტარდება, ეს ისეთი რეფერენდუმები და ისეთი არჩევნები არ არის, როგორც ჩვენთან საარჩევნო უბნებთან, როც იცინო დეიდებს რაღაც სიები აქვთ და ვიღაცები იწერენ და ვიღაცები შლიან, ასე არ არის, რა თქმა უნდა. და როგორც წესი, მცირეოდენი ხმებით გადაწყვეტს ხოლმე, რომ ეს კუნძული ეკუთვნოდეს დანიის სამეფოს. ახლა არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არის ასეთი საუბარი, რომ იყიდონ მოსახლეობა 55,000 ადამიანის ყიდვა რთული არ იქნება, თუ თითოს 1 მილიონს მიცემენ, სადაც 45 მილიარდი ჯდება სუნთლიანად ეს კუნძული დაუჯდება უბრალოდ ამერიკას და ეხლა 45 მილიარდი დიდი არაფერი ფულია ამერიკისთვის. გრენლანდია მე-10 საუკუნეში დაასახლდა ევროპელებით, კერძოდ აქ ვიკინგები მოვიდნენ ერიკ წითურის მეთაურობით და გრენლანდია, ანუ მწვანე მიწაო არ არის გრენლანდია, არც გრინლანდია, იგი როგორც გითხარით, თეთრია აბსოლუტურად, მაგრამ ერიკ წითურს უნდოდა რომ მოეზიდა სხვა ვიკინგები აქ საცხოვრებლად და ამიტომ გამოაცხადა რომ ეს არის მწვანე მიწა დაფარული აბიბინებული ბალახით და აქ შეგიძლიათ თქვენი ძროხები და ცხვრები აძოვოთ. ხო და აი საინტერესო ეხა რა დაკარგვია ამერიკას იმის და არის რომ ამ ყინულით დაფარული გამოუსადეგარი ხმელეთის გამო გადაიკიდოს მთელი მსოფლიო, დაშალოს მსოფლიო წესრიგი, დააყენოს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ. პირველ რიგში ამ კუნძულის სტრატეგიული განლაგება. კერძოდ შენ თუ აქ განათავსებ შენ სტრატეგიულ რაკეტებს, მათი საშუალებით შენ შეგიძლია ორჯერ შეამცირო ამ რაკეტების რუსეთამდე, რუსეთი ითვლება ხო, ამერიკის ნომერ პირველ მტრად და შემდეგ უკვე ჩინეთი. ძალიან კარგი სატრანსპორტო ჰაბია. ჩრდილოეთ ამერიკიდან, ჩრდილოეთ ევროპისკენ და შემდეგ უკვე ევროპისკენ. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გრენლანდია თლად პოლარული წრის იქეთაც არ მდებარეობს. მას პოლარული წრე შუაში კვეთს, ამიტომ ქვედა ნაწილი საკმაოდ სწრაფად ან გლობალურ დათბობასთან ერთად თავისუფლდება ყინულებისგან. გრენლანდიაში არის მთები, რომლებიც არ არის ყინულით დაფარული და ეს მთები საკმაოდ ძველია. და მოგეხსენებათ, რაც უფრო ძველია მთა, მით უფრო მეტი სასარგებლო წიაღისეულია მასში და აი სწორედ ამ უძველესი მთათა სისტემების შესწავლისას გეოლოგებმა დაადგინეს, რომ მასში არის ქვანახშირი, ნავთობი, გაზის საბადოები, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ლანთანოიდების ჯგუფის მეტალები, ანუ ეგრეთ წოდებულ იშვიათ მიწათა ელემენტები. ლანთანოიდები არის დღეს იმდენად აუცილებელი ქიმიური ნივთიერებები, მეტალებია ესა, რომ მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა თუნდაც აი ჩემი ტელეფონის არსებობა. ტაჩსკრინები, ყურსასმენებში არსებული ძლავრი მაგნიტები, რომლებიც ნეოდიუმისგან კეთდება, პაუერბანკები, რომლებიც ჩვენი მეგზურები გახდა ამ ბოლო დროს, მიკროფონები, თანამგზავრული ტექნიკა, რაკეტები, რობოტექნიკა, ხელსაწყოები, ინფორმაციის მატარებლები. ფაქტიურად ეს არის ელემენტები, ეს არის მეტალები, რომლის გარეშეც ჩვენ უცებ რო ამოვიღოთ ჩვენი არსებობიდან ეგრევე მღვიმეში დავბრუნდებით. მღვიმეში თუ არა, ყოველ შემთხვევაში სადღაც მე-19 საუკუნის დასაწყისში. რატო ეწოდება მათ იშვიათ მიწათა ელემენტები? იმიტომ რომ ისინი იშვიათი კი არ არიან. უბრალოდ დიდი რაოდენობის მადანში მცირე რაოდენობით არიან. თორე ისინი ყველგან არიან. საქართველოშიც მოიპოვება და ყველგან უბრალოდ უნდა იცოდე ტექნოლოგია ამ მეტალების ამოღების და დღეს ამ ტექნოლოგიას ყველაზე კარგად ფლობენ ჩინელები და მათ ეკუთვნით 80% ამ მეტალების ბაზრისა. ეს გიგანტური ბაზარია. ისინი სხვადასხვა ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ და რუსებისგან განსხვავებით ძალით კი არ შევარდნენ აფრიკაში და ხოცვა კი არ დაუწყეს ხალხს, არამედ ძალიან ჭკვიანურად მოისყიდეს რა უნდა აფრიკელი დიქტატორების მოსყიდვას, მოისყიდეს ისინი და ხელში ჩაიგდეს ამ
ელემენტების ძალიან მდიდარი საბადოები. და ფაქტიურად ისინი განაგებენ ბაზარს. რა თქმა უნდა, ამერიკას სურს რომ ეს პირველობა ჩინეთს ჩამოართვას და სწორედ ამიტომ სურს მას გრენლანდიის დათრევა. ყოველ შემთხვევაში ისე გაკეთება რომ დანია იძულებული გახდეს გრენლანდია მას გადასცეს. ნახოთ. ყველაფერი წინ არის ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება, მთავარია ზემოდან არაფერი დაგვეცეს თავზე, ისე მიდის ჩვენი საქმე, თორემ დანარჩენს, რა ვიცი, თუ აქვს და გადავიტანთ. აქვე სხვა შორის აღმოჩენილია პლატინის, ურანის, ოქროს და ალმასების საკმაოდ დიდი მარაგები და დღეს, როდესაც საუბარი არის ატომური ენერგიის აღორძინებაზე, როგორც მწვანე ენერგიის და ის, რაც გერმანიამ თავის დროზე გააკეთა, ასეთი უტვინობა ალბათ გერმანელებს მთელი თავის ისტორიის მანძილზე არ გაუკეთებიათ, მათ დახურეს ყველა ატომური ელექტროსადგური და გადაწყვიტეს, რომ აი ვენტილატორებით გავიდოდნენ ადვილად ფონს. არ გამოვიდა ასე და ახლა ახალი მთავრობა უკვე სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ კონსერვაციიდან მოხსნას ატომური ელექტროსადგურები და კვლავ აამუშაოს ისინი, იმიტომ რომ დენი საკმაოდ ძვირი ღირს გერმანიაში და ის ქარის წისქვილები იმდენ დენს ვერ გამოიმუშავებს და ვერც ის მზის ბატარეები, რომლებიც თქვა იგივე ქარხნებს აამუშავებდნენ. არ არის ასე. ახლა დღეს არის ძალიან საინტერესო ტექნოლოგია, ეგრეთ წოდებული მოდულარული ბირთვული რეაქტორების შექმნა ხდება და ფაქტიურად წარმოიდგინეთ, რომ ეს არის power bank-ი, რომელიც მუშაობს ატომურ ენერგიაზე, უშვებს ქარხანა ასეთ power banks და ელექტროსადგურს აძლევს. ელექტროსადგური გამოიყენებს მას ელექტროენერგიის საწარმოებლად და როდესაც იგი გაიცლება, უკან უბრუნებს ქარხანას, ქარხანა გადაამუშავებს ამ იმას და უკან დააბრუნებს. ანუ ძალიან უსაფრთხო და ფაქტიურად უსუფთავესი ტექნოლოგია. ასეა თუ ისე ამ კუნძულის მხოლოდ 20%-ზე არის, როგორც გითხარით, ჯერჯერობით ხმელეთი და ამ ყინულების ქვეშ კაცმა არ იცის რა ხდება. დედამიწის კუთხე უკვე თითქმის არ არსებობს, სადაც გეოლოგს ფეხი არ დაედგას, მაგრამ ეს სწორედ გრენლანდია გახლავთ ასეთი კუთხე, სადაც გეოლოგებს ძალიან საინტერესო სამუშაოები ელით წინ. არ ვიცი, იცით თუ არა, მე ყოველ შემთხვევაში ახლახანს გავიგე, რომ ამერიკის კონგრესში თავის დროს დიდი დებატები მიდიოდა, რა ეყიდათ, ალიასკა თუ გრენლანდია. და საბოლოოდ, როგორც იცით და კიდევ კარგი ალიასკის ლობიმ გაიმარჯვა, იმიტომ რომ ახლა ძნელი წარმოსადგენია ალიასკა რომ რუსების ყოფილიყო ჯერ ადგილობრივების მდგომარეობა, შეხედეთ რა ხდება თქვათ იგივე იაკუტიაში, სადაც ალბათ მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგები არის ოქროსი, პლატინის, ურანის, ალმასების, რა ვიცი, ნავთობის, გაზის, ეს უნდა იყოს კუვეიტი კი არა 30,000 კუვეიტი და სინამდვილეში ეს არის სიღარიბეში, ალკოჰოლიზმში ჩაძირული რეგიონი, არ შემეწინააღმდეგოთ, არ შემეკამათოთ, მე იქ ნამყოფი ვარ და ერთი თვეცმა გატარებული და მიცხოვრია ამ ხალხთან ერთად უსაყვარლეს, უკეთილეს იაკუტებთან ერთად, მაგრამ ძალიან დამოკიდებულებზე ალკოჰოლზე და სწორედ ამით მოუგრიხეს კისერი რუსებმა თავის დროზე მათ ამ საოცარ ხალხს და ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში დატოვეს და თვითონ რეგიონი კი იძარცვება უმოწყალოდ. რა თქმა უნდა, არც ამერიკელებს დაუკლიათ იქაური ესკიმოსებისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე ენკორიჯი და აი ეს პატარ-პატარა ქალაქები, რომლებიც ალიასკაზე არის, საკმაოდ დიდარი ქალაქებია, იქ თავიანთი თავრობა ყავთ და დემოკრატიულად ირჩევენ იმ თავის თავრობას და გადასარევად ცხოვრობენ. ყოველ შემთხვევაში 1000-ჯერ უკეთესად ვიდრე აქეთ კონტინენტზე. და მეორე მომენტი ეს არის სტრატეგიული, ეხლა რომ წარმოიდგინეთ რუსეთი რო აჯდეს თავზე ზემოდან კანადას და ამერიკას. ჩვენ რო ყავს მეზობლად უბედურების მეტი ამ ხალხისგან ჩვენ არაფერი და ამ ქვეყნისგან არაფერი მიგვიღია. ჩრდილოეთი ყოველთვის იყო ევროპელებისთვის ინტერესის სფერო. დიდი ხნის განმავლობაში სხვა შორის არავინ იცოდა თუ რა იმალებოდა ეგრეთ წოდებული ჰიპერბორეის, ანუ ულტიმა თულეს ან სერპენტერიოს მხარეში. ასე უწოდებდნენ ძველი ბერძნები იდუმალ მხარეს, რომელიც დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ უნდა მდებარეობდეს. მოგეხსენებათ, დათვს
ბერძნულად არქტოს ქვია. და ეს სწორედ აქედან მოდის სიტყვა, რომელიც ყველა თქვენგან მაიცით, არქტიკა. მის მოპირდაპირედ საპირისპიროდ განლაგებულ კონტინენტს კი ანტარქტიკა ან ანტარქტიდა გააჩნია. ორივე ხმარობენ ხოლმე, მაგრამ უფრო სწორი ალბათ ანტარქტიკაა. რა თქმა უნდა, არც ანტიკურ ხანაში, არც შუა საუკუნეებში, სანამ კარგად არ განვითარდა გემების მშენებლობის ტექნოლოგია, ვერავინ ბედავდა წასვლას, იმიტომ რომ ის ერთეულები, რომლებიც მივიდნენ პოლარულ წრემდე, მათ ყინულები დახვდათ და უკან გამობრუნდნენ. ძველმა ბერძნებმა იცოდნენ, რომ დიდი დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ არსებულ მიწას მუდმივად ანათებს მზე. ან იქ მუდმივად ღამეა. ანუ მათ იცოდნენ პოლარული დღის და პოლარული ღამის არსებობის შესახებ და აი ეს პოლარული წრე არის ის წრე, რომლის იქეთაც ზამთარში იწყება პოლარული ღამე და ასევე ზაფხულში იწყება პოლარული დღე. ამ პოლარული დღეების ნაგლეჯები ჩვენამდეც აღწევს. მაგალითად ჰამბურგში ზაფხულში, განსაკუთრებით ივნისში, ჯერ კიდევ აი 12 საათზე, ღამის 12 საათზე, ჯერ კიდევ შენათებული არის ხოლმე ცა. იგივე პეტერბურგში თეთრი ღამეებია, სტოკჰოლმში ცოტა ნაკლებად, რეიკიავიკში ხო საერთოდ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ადგილი, რომელიც საკმაოდ რთული არის ევროპელისთვის, ჩვეულებრივი შუა ზოლის ევროპელი მაცხოვრებლისთვის საარსებოდ. ამიტომაც იქ ცხოვრობენ ხალხები, რომლებიც იქ დასახლდნენ, ეს არის საინტერესო, აი რატო წავიდა ადამიანი იქ, რატომ დასახლდა. ეს ცალკე საკვლევი საგანია და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად არაფერი იზრდება. აქ ერთადერთი სიცოცხლე არსებობს ზღვაში, ოკეანეში, რომელიც დაფარული არის წყლის ალბათ 80% ყინულებით. ამ ყინულებზე დადიან სოფლიოში ყველაზე დიდი მტაცებლები, ეს არის თეთრი დათვები და ასევე ისინი გახლავთ მტაცებლები, რომლებსაც ადამიანის აბსოლუტურად არ ეშინიათ. არ არსებობს მტაცებელი ცხოველი, რომელსაც რაღაც რიდი მაინც არ ქონდეს ადამიანის. აი თეთრ დათვს არ აინტერესებს. ხედავს რაღაცა მოძრაობს, ის იმდენად არის მუდმივად საკვების მოპოვებაზე ორიენტირებული, აი ამ თეთრ უდაბნოში, რომ მისთვის ნებისმიერი შეიარაღებულია, მით არის წითელი აცვია თუ შიშველი დარბის, არ აქვს მისთვის მნიშვნელობა, თუ რაღაც მოძრაობს, ესე იგი მისი დაღეჭვა და გადაყლაპვა შეიძლება. აქ ძალიან რთული მოსაპოვებელია ვეშაპი, სელაპი, ეს მოგეხსენებათ ერთი დიდი ზომის ცხოველებია და მერე იარაღებით, რომლებიც თქვა ესკიმოსებს აქვთ და იმ უამრავ პატარ-პატარა ხალხებს, რომლებიც აი ამ პოლარული წრის გაყოლებაზე ცხოვრობენ ყველა კონტინენტზე, ამერიკისაც და ევრაზიისაც, მათ პრიმიტიული იარაღები ჰქონდათ, ხო, მთელი თავისი არსებობის მანძილზე, სანამ თოფები გამოიგონეს და მათ მიაწოდეს. ისინი მშვენივრად გრძნობენ აქ თავს. მათ ზუსტად იციან, როდის იწყებს მიგრაციას სხვადასხვა სახეობის ვეშაპი, ან სელაპი, ან ლომვეშაპი, ასევე ირმები, ჩრდილოეთის ირმები, რომლებიც როგორც სატრანსპორტო საშუალებაა, ასევე საკვების საშუალებაა და ასე შემდეგ. ანუ ეს ხალხი აქ შეგუებულია ცხოვრებას. ირმის ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელში ისინი გრძნობენ თავს ისევე, როგორც მე, აი -50 გრადუს ყინვაში, როგორც მე, აი ამ თხელ პულოვერში. მე-15 საუკუნიდან იწყება გეოგრაფიული აღმოჩენების კასკადი. იქ ამერიკა აღმოაჩინეს, აქეთ აზიის ქვეყნების და კუნძულების აღმოჩენა ხდება იგივე ატლანტიკის ოკეანეში და წყნარ ოკეანეში სხვადასხვა მიწების აღმოჩენა, დიდი და პატარა კუნძულები და მოკლედ დიდი დუღილია. და იქეთკენ არავინ არ იყურება ზემოთკენ, ანუ ჩრდილოეთისკენ. ყველა მიდის ან დასავლეთით, ან აღმოსავლეთით. სამხრეთით რამდენჯერმე ცდა იყო, მაგრამ იქაც ყინულებმა შეუშალა ხელი და კი გრძნობენ, რომ იქ რაღაც კონტინენტი უნდა იყოს, მაგრამ ტერა აუსტრალის ინკოგნიტა არის, ანუ სამხრეთის უცნობი მიწა, იდუმალი მიწა, რომლისკენაც ჯერჯერობით ვერავინ აღწევს. და აი მე-16 საუკუნეში სცენაზე გამოდის სერ მარტინ ფრობიშერი. ფრობიშერი გახლავთ კორსარი, იგივე კაპერი, იგივე მეკობრე. ახლა ვეძახით ჩვენ მეკობრეებს და რაღაც კრიმინალად მიგვაჩნია და ასეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ინგლისის სამეფოში ისინი იყვნენ ძალიან მიღებულები, იმიტომ რომ სწორედ მეკობრეები იყვნენ პირველი მტრები ფრანგების და ესპანელების.
ისინი ძარცვავდნენ მათ გემებს, რომლებიც ამერიკიდან ოქროთი დახუნძლული მოდიოდნენ და ეს ოქრო მოქონდათ დედოფლისთვის და ავსებდნენ ბრიტანეთის ხაზინას. მაგალითად, ფრობიშერმა ერთხელ 6 ოქროთი დატვირთული ფრანგული გემი შეიყვანა პლიმუთის პორტში და დედოფლის ხელიდან რაინდის ნიშანი მიიღო, სწორედ ამიტომ არის იგი სერ. ფრობიშერს არ ასვენებდა იდეა, რომ მოეძებნა ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი კანადის ჩრდილოეთით. ამერიკის ორივე ეს გიგანტური ხმელეთის აღმოსავლეთ სანაპირო ფაქტიურად მთლიანად თუ არა ნაწილობრივ შესწავლილია. ზოგიერთი ჩვენი თანამედროვისგან განსხვავებით, ინგლისელებმაც, ფრანგებმაც, იტალიელებმაც და ესპანელებმა და პორტუგალიელებმა ხო მიციან და იციან, რომ დედამიწა არის მრგვალი. საიდაც არ უნდა წახვიდე, ერთი მიმართულებით თუ ივლი, აუცილებლად მას წრეს დაარტყამ და ისე უკან დაბრუნდები. ანუ თუ მრგვალია, იგი თუ თქვათ აღმოსავლეთით ივლით მუდმივად მოხვდებით აზიაში, რომელიც ითვლება ყველაზე მდიდარ რეგიონად იმ მომენტისთვის პლანეტაზე, ცნობილი რეგიონებიდან, სამხრეთ ამერიკამ საერთოდ ისეთი გადატრიალება მოახდინა სოფლის მეურნეობაში, კარტოფილი, პომიდორი, გოგრა, წიწაკა, კაკაო, რა ვიცი თუ კი რამე დღეს ყოველდღიურად ვიყენებთ, ფაქტიურად ყველაფერი ამერიკიდან არის, ხო? და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც თავის თავს პატივსცემს და ყავს კარგი ფლოტი, ცდილობს ამ აზიის ქვეყნებამდე რაც შეიძლება მოკლე გზით მიაღწიოს, ნაკლები დრო და ნაკლები რესურსები დახარჯოს და ამით მოუგოს კონკურენტებს. ფრობიშერი აჯერებს სპონსორებს და საადმირალოს, რომ რამდენიმე გემი გამოუყონ მას და წავიდნენ ჩრდილოეთის გზის მოსაძებნად. ანუ იგი ამბობს, რომ კანადის უკან აუცილებლად იქნება გასასვლელი, რომლითაც ჩვენ ძალიან სწრაფად მოხვდებით აზიაში. სხვა შემთხვევაში ხდებოდა რა, წარმოიდგინეთ, ბრიტანეთიდან გამოდის გემი, მიადგება ამერიკის კონტინენტს, შემდეგ მიდის სამხრეთისკენ, გადის ბოლომდე სამხრეთ ამერიკის და ცეცხლოვან მიწასთან, პატაგონიასთან, იგივე ჰორნის კონცხთან, იგი შედის დრეიკის სრუტეში. დრეიკის სრუტე ეს გახლავთ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშიში წყლები მსოფლიო ოკეანეში. თუ დრეიკის სრუტეს გადაურჩი, უკვე ჩათვალე, რომ სამშვიდობოს ხარ გასული. დღესაც კი თანამედროვე გემებიც კი უფრთხიან ამ სრუტის გავლას, იმიტომ რომ თუ საპირისპირო ქარია, პირქარია, ვაია. თუ ზურგის ქარია, უია, იმიტომ რომ ისეთი სიძლიერით ერთ-ერთი მეზღვაური წერს, კაპიტანი წერს, ძალიან ცნობილი, რომ აი როცა ზურგის ქარია, გონია რომ ვიღაცა წიხლებს გარტყამს ზურგში, თავში, ქვედა ნაწილში ტანის და წინ მიგეკაჩებო. აი ასე რა წარმოიდგინეთ, მე-16 საუკუნეში რა უნდა ყოფილიყო, ხო? იქიდან 10 გემიდან ალბათ 3 თუ გააღწევდა იქამდე. ხო, და ისიც გაითვალისწინეთ, რომ პანამის აი ეს ვიწრო ყელი ჯერჯერობით იქ არხი არ არის გაკეთებული. ამიტომ არის ორი ვარიანტი. ან უნდა წახვიდე სამხრეთ ამერიკის შემოვლითი გზით, ან უნდა წახვიდე აფრიკის შემოვლითი გზით. არც აფრიკის შემოვლითი გზა არის დიდი შოკოლადი. იმიტომ რომ კეთილი იმედის კონცხი, მიუხედავად თავის ძალიან ლამაზი სახელისა, რომელიც აი სწორედ აფრიკის წვეთში მდებარეობს, იქაური წყლებიც ანალოგიურად დრეიკის სრუტისა არის არანორმალურების. ტყუილად არ ეძახიან ესე გადარეული 50-იანელები და შეშლილი 40-იანელები, ანუ განედებზეა საუბარი. აი ამ განედებზე მუდმივად რაღაცა ხდება და განსაკუთრებით აი ამ სრუტეებში. აფრიკის კეთილი იმედის კონცხთან ერევა ერთმანეთს ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანის წყლები და აქ მუდმივად რაღაც ხდება და ამიტომ ამ კონცხის მიმდებარე წყლებს ხომალდების სასაფლაოსაც უწოდებენ. არის მესამე ალტერნატიული გზა. ну, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს კანადა რამდენზე უნდა გაგრძელდეს, ხო? მთლიანად ჩრდილოეთ ეს კონტინენტი, ну, სადღაცა ხო უნდა დამთავრდეს. და აი რომ დამთავრდება, იქიდან უკვე იქნება შემოვლითი გზა და ეს შემოვლითი გზა გაცილებით მოკლე იქნება, იმიტომ რომ ბრიტანეთთან გემები წავლენ ჩრდილოეთით, შემდეგ იმ გზას გაივლიან, შემდეგ ჩამოცურდებიან ქვემო წყნარ ოკეანეში და მიადგებიან
ჩინეთს, იაპონიას, ინდოჩინეთს, რა ვიცი, რაები იყო მაშინ, რომელი ქვეყნები იყო კიდე. და უკანა გზაზეც ისევე დაბრუნდებიან, რა თქმა უნდა. ანუ ამ გზას დაერქვა ჩრდილო დასავლეთის გასასვლელი, ასე ქვია ოფიციალურად, რომელიც იწყება ატლანტის ოკეანიდან ჩადის წყნარ ოკეანეში. აი ამ გასასვლელის საძებნელად მიდის ფრობიშერი 1576-78 წლებში. იგი აღმოაჩენს კონტინენტი მთავრდება და იწყება რაღაც არქიპელაგის მსგავსი რამ და ერთ-ერთ კუნძულზე იგი იპოვის ოქროსფერ მეტალს. მთელ ხალხს მიუშვებს ამ მეტალზე და 180 ტონა ოქროსფერი კრისტალირებული მეტალის მადანს ჩამოიტანს ინგლისში. და გონია რომ ავშენდიო ეს ოქრო არისო, მაგრამ ოქროს ნაცვლად ეს აღმოჩნდა პირიტი, რომელიც არის სპილენძის სულფიტი სინამდვილეში, რომელიც სხვადასხვა დიდი რაოდენობით მოიპოვება ჩვენთან კაზრეთში და რომელიც სხვადასხვა შეიცავს ოქროს საკმაო რაოდენობით, ოქროსაც, პლატინასაც და ვერცხლსაც. ოღონდ იმ დროინდელი ტექნოლოგიით მისგან ოქროს გამოდნობა ვერ ხერხდებოდა. 1607 წელია სერ ჰენრი ჰადსონი წამოწევს ამ საკითხს, ანუ გასასვლელის ძებნას და 1610 წელს იგი გემ დისკავერით მიდის გრენლანდიის დასავლეთის სანაპიროდან კანადის ჩრდილოეთით. იგი გადის ლაბრადორის ზღვიდან სრუტეში, რომელსაც ახლა მისი სახელი ჰქვია, შედის ვრცელ ყურეში, რომელსაც ასევე მისი სახელი დაერქვა და აქ მისი გემი ყინულებში ეჭედება. გაზაფხულზე ყინულები დნება. ჰადსონი იტყვის, რომ ჩვენ უკან უნდა დავბრუნდეთ კი არა, უნდა გავაგრძელოთ წინ გზა, ეტყვიან მეზღვაურები, რომ შენ სადაც გინდა იგწადი, აგერ შენ ნავი, ჩასვამენ ნავში მას, მისი 7 წლის ბიჭს, აი ამ სურათზე კარგად ჩანს ეს ყველაფერი, ორ ოფიცერს და წყალსაც და საკვებსაც კი არ მიცემენ, ისე შეაცურებენ წყალში და თვითონ უკან დაბრუნდებიან. მას შემდეგ ჰადსონის მისი შვილის და იმ ოფიცრების ამბავი არავინ უწყის. 1616 წელი არისვენებენ ბრიტანელები, ამჯერად უილიამ ბაფინი კიდევ უფრო დასავლეთით შედის, მან რამდენიმე ახალი კუნძული აღმოაჩინა, დაწვრილებითი რუკა შექმნა, იმდენად დაწვრილებითი, რომ 200 წლის განმავლობაში არ ჯეროდათ, რომ ეს რუკა ნამდვილი იყო. და მისი ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნდა დღეს თუ მის რუკას შევადარებთ თანამგზავრიდან გადაღებულ აი ამ ნაწილს, რომელიც მან გამოიკვლია, ვნახავთ, რომ ზუსტად ემთხვევა, იმიტომ რომ ბაფინი იყო უძლიერესი კარტოგრაფი გარდა იმისა, რომ კარგი მეზღვაურიც იყო. ბაფინს საბოლოოდ ხვდება ყინულები დაფარული გიგანტური ტერიტორია, რომელსაც მისი გემები ვერ დაძლევენ და ამიტომ იგი უკან ბრუნდება და ეს 100 წლით მაინც კვლავ აკარგინებს ხარის ბრიტანელებს, რომ ეს ადგილები გამოირკვლიონ. მის სახელს დღეს ატარებს საკმაოდ დიდი ზღვა ამ ადგილას და გიგანტური კუნძული. ანუ ბაფინის კუნძული და ბაფინის ზღვა არის აქ. 1728 წელია რუსეთი აქტიურად არის ჩართული თავისი არქტიკის გამოკვლევაში და ამაში მას ეხმარება დანიური წარმოშობის მეზღვაური კაპიტანი, ძალიან გამოცდილი კაპიტანი ვიტუს ბერინგი. ბერინგი წავა არა დასავლეთით, არამედ პეტერბურგიდან აღმოსავლეთით. იგი გაივლის ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეს, ძალიან კარგად გაივლის სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომელზეც მე ცოტა ხანში ვისაუბრებ. გაივლის ამ ზღვას და ბერინგის სრუტით ჩავა წყნარ ოკეანეში. პირველი დაადგენს, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზიის კონტინენტი ერთმანეთთან კავშირში არ არიან. ამ სრუტეს დღეს მოგეხსენებათ მისი სახელი ჰქვია. სხვათა შორის კი იყო გამოცდილი მეზღვაური ბერინგი, მაგრამ იგი სამწუხაროდ ამ ექსპედიციიდან ვერ დაბრუნდა. იგი შეიწირა ძალიან ბანალურმა სუროვანდმა, იგივე ცინგამ, რომელიც გამოწვეული არის ისეთი ხილის მიუღებლობით, რომელშიც არის დიდი რაოდენობით C ვიტამინი. 1717 წელია ინგლისის პარლამენტი კვლავ აქტიურობს. ის 20,000 ფუნტ სტერლინგს აწესებს პრიზად იმ ადამიანისთვის და იმ ადამიანთა ჯგუფისთვის, რომლებიც პირველები გაივლიან ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელს. 20,000 ფუნტი იმ დროინდელი მე დავათვლევინე, რამდენჯერმე გადავამოწმე სხვადასხვა ხელოვნურ ინტელექტებთან, იმ პერიოდისთვის იყო დაახლოებით 10 მილიონი დღევანდელი დოლარი. არც ისე ბევრია, მე თუ მკითხავ, ზოგიერთს ასეთი ამ რაოდენობის დოლარები, ეგერ დედოფლის წყაროში ლოგინის ქვეშ ჩემოდანში ეწყო, ხო? მაგრამ
მაინც არ არის ცოტა ფული. ეს პრიზი სტიმულს მიცემს სერ ჯეიმს კუკს და მის მეგობარს სერ ჯორჯ ვანკუვერს, რომ წავიდნენ გასასვლელის მოსაძებნად. მაგრამ როგორც კი ატლანტიკის ჩრდილოეთით მივლენ, არც კი შედიან შიგნით, ისე გამობრუნდებიან უკან და ეს პრიზად რჩება. ისე საინტერესოა, რა საირჩევდა კუკი, რომ სოდნოდა ყინულებში გაყინვას თუ რამდენიმე წლის შემდეგ კუნძულ კეალკეკუაზე კანიბალების მიერ შეჭმას. გონი მაინც პირველს. ვანკუვერის სახელი დღეს მოგესწრებათ ორ დიდ ქალაქს ქვია. 1818 წელი დაიწყო მე-19 საუკუნე თავისი ტექნოლოგიური გარღვევებით და ზღვაოსნობის ოქროს ხანადგება მართლაც. აი ამ ხანის დასაწყისში შემდეგ ცდას ცნობილი მეზღვაური და კაპიტანი ჯონ როსის ცდის. ბრიტანელმა თითქმის გააღწია გასასვლელამდე ძალიან ბევრი კუნძული და სრუტე გაიარა და როცა წინ მიწის ძალიან გრძელი ნაჭერი დაინახა, მან თქვა, რომ ეთყობა ამ კანადას კიდე რაღაცა გამონაზარდები აქვს და გზას კეტავსო და გამობრუნდა უკან. ის რაც მან დაინახა, აღმოჩნდა ჩვეულებრივი მირაჟი. იქ გასვლა შეიძლებოდა უბრალოდ ჯონ როსმა ესეთი სავალალო შეცდომა დაუშვა და იგი ვერ გახდა პირველი ამ გზის გამკვალავი. სამწუხაროდ, მისთვის სამწუხაროდ და ზოგადად სამწუხაროდ, იმიტომ რომ უკვე ეცოდინებოდათ ადამიანებს და ის ტრაგედიები არ მოხდებოდა მომავალში, რასაც ჩვენ დიდ დროს დაუთმოთ. უკვე ცნობილია, რომ სუროვანს, რომელიც მეზღვაურების პირველი მტერია, რაღაც ნივთიერების უკმარისობა იწვევს. ემპირიულად დადგინდა, რომ ამ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს ლიმონი, პორტოხალი, ამიტომ ამზადებენ და ამ ნაყოფების წვენს. ამ დროისთვის უკვე ცნობილია კონსერვირებული საკვების დამზადების ტექნოლოგიაც და მოგზაურობაც გაცილებით უსაფრთხო უნდა გახდეს წესით და რიგით. 1819-25 წლებში სერ უილიამ პერიმ გაიარა ლანკასტერის სრუტე, სადაც ყველა ეჭედებოდა და მისი სახელობის არქიპელაგთან გამოიზამთრა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 3 თვის განმავლობაში წყვდიათში იყვნენ, პერის მეზღვაურები ფეხბურთს თამაშობდნენ, ვარჯიშობდნენ, გაზეთსაც კი გამოსცემდნენ და პერიმ ამ მოგზაურობაში მხოლოდ ერთი მეზღვაური დაკარგა და ყველაზე დასავლეთ ნაწილთან იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო, იმიტომ რომ აქ უკვე საკმაოდ სქელი ყინული იყო წყალში და მისი გადალახვა შეუძლებელი გახდებოდა. მან გაიარა ძალიან გრძელი სრუტე, რომელსაც დღეს პერის სრუტე ჰქვია. და 1940 წელს გემებზე აყენებენ ორთქლის ძრავებს. ორთქლის ძრავები ძლიერი არ არის, სულ რაღაც რამდენიმე ათეული ცხენის ძალის ეკვივალენტს გამოიმუშავებენ ისინი, მაგრამ მაინც ეს ძალიან დიდი გარღვევაა, იმიტომ რომ აქამდე გემები მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული იყვნენ ქარების მოძრაობაზე. აფროსანი გემები იყვნენ. აქ უკვე სამხედრო გემები, ეგრეთ წოდებული ჰიბრიდები ხდება. ანუ ქარის ძალითაც მოძრაობენ აფრებით და ორთქლის ძალითაც. სხვადასხვა ამ ორთქლს ინგლისელებმა კიდევ ერთი ძალიან კარგი და სასარგებლო გამოყენება მოუძებნეს, იგი უბრალოდ არ იკარგება ჰაერში, არამედ სპეციალური მილების საშუალებით მოძრაობს მთელი გემის корпуსში და გემზე გათბობაა. და ახლა გადავდივართ ძირითად თემაზე. თქვენს წინაშე დედოფალ ვიქტორიას დროინდელი ყველაზე ცნობილი ნახატია. შეიძლება ბევრი თქვენგანი მას პირველად ხედავს, მაგრამ ბრიტანელებისთვის იგი ისეთივე ჩვეულია, როგორც ჩვენთვის ფიროსმანის მარგარიტა ან ჟირაფი. ჩვენ ხედავთ დაღლილ წელში მოხრილ მოხუცს, რომელიც მაგიდასთან ზის, მაგიდაზე რუკებია გაშლილი, მის ფერხთ ახალგაზრდა გოგონა ზის, ალბათ მისი ქალიშვილი ან შვილიშვილი. გოგონა გემის ჟურნალს კითხულობს, ანუ გემის დღიურს. მის უკან ბრიტანული ფლოტის დროშებია მიყუდებული. კედელზე საზღვაო ოფიცრის პორტრეტი კიდია, ხოლო ფანჯერაში ზღვის ხედი ჩანს. სხვადასხვა ამ ბაირაღების ნაცვლად მხატვარმა თავიდან ორი თავისი შვილი დახატა, მაგრამ შემდეგ არ მოეწონა ეს ვარიანტი და აი დროშებით გადაფარა მათი ნახატები. თუ კარგად დააკვირდებით, მოხუცი თითქოს ცხოვრებას გაუტეხიაო, თითქოს მას მარცხენა თვალიც არ აქვს. ეთყობა, რომ მძიმე ცხოვრება მასზე მძიმე კვალი დატოვა, მაგრამ შეკუმშული მუშტი მიუთითებს, რომ მასში კვლავ მძლავრობს ჯიუტი ბედთან შეუგუებელი ბუნება.
მაგიდაზე გაშლილ რუკას თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ იგი დაუმთავრებელია. სანაპირო ზოლი ჩრდილოეთით თითქოს ქრება და სიცარიელეში იფანდება. მარცხენა დაბალკუთხეში კი გემის ჟურნალების მთელი დასტაა მიყუდებული. როგორც ჩანს, გოგონა მოხუცი კაპიტნის ჩანაწერებს კითხულობს. ჩვენს წინაშე ბებერი ზღვის მგელია, რომლის მთელი ცხოვრების მიზანიც ბრიტანეთის სადიდებლად დაუმთავრებელი რუკის ბოლომდე შევსებაა. სურათს უცნაური სახელი აქვს, იგივე რაც ჩვენს ვიდეოს, ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი. მას მეორე სახელიც აქვს. ეს უნდა გაკეთებულიყო და ბრიტანეთი ამას გააკეთებს. ჯონ ევერეტ მილიმ ეს სურათი 1874 წელს დახატა და იგი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სარგებლობს. როგორც ვიცით, ამ დროისთვის ბრიტანეთი უკვე 100 წლეულებია ცდილობს გასასვლელის მოძებნას და წინსრებით გეტყვით, რომ ეს პრობლემა დღემდე მხოლოდ ნაწილობრივ არის გადაწყვეტილი. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ეს მართლაც ურთულესი ამოცანაა და იყო განსაკუთრებით მე-19, მე-18, მე-16 საუკუნეებში. ამ დროისთვის ბრიტანეთს უკვე განუზომლად დიდი რაოდენობით ადამიანის სიცოცხლეები აქვს ამ აღმოჩენის სამსხვერპლოზე მიტანილი. აურაცხელი გემია დაღუპული, უამრავი რესურსია დახარჯული, მაგრამ როგორც იყო გაუვლელი ეს გზა, ასევე გაუვლელი რჩება. ბრიტანელებმა, რომლებმაც ესპანელებისგან გაიგეს, რომ არსებობს ესეთი ვიწრო ხმელეთის ზოლი პანამასთან, რომელიც სულ სიგრძეში არის 40 კილომეტრი, იფიქრეს, რომ ავშენდით. იმ დროისთვის ამერიკის დასავლეთის სანაპირო, განსაკუთრებით კალიფორნია და ცოტა ზემოთ, ძალიან სწრაფად ვითარდება. აქ არის აღმოაჩინეს ოქრო დიდი რაოდენობით, ოქროს ციებ-ცხელება, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა იქ წასვლა, მათი მომარაგება საჭირო და სამხრეთ ამერიკის ესე შემოვლა და ისე მისვლა ამ ადგილებამდე ძალიან ძვირი და ძალიან სახიფათოა. ამიტომ ისე ვიმეორებ, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, მოდი 40 კილომეტრია, ხო? გემით მივიტანეთ რაღაც გარკვეული ტვირთი, აი ამ ყურეში. გადმოტვირთეთ ეს ტვირთი, დავაწყოთ ვირებზე, ჯორებზე, ცხენებზე, ეს 40 კილომეტრი. გადავკვეთეთ და მოპირდაპირ მხარეს, უკვე წყნარი ოკეანის მხრიდან, გვხვდება მეორე გემი, რომლითაც უადვილესად იქვე კალიფორნიაში აიტანენ ამ ჩვენ ტვირთს. მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ ეს 40 კილომეტრი არის კლასიკური ჯოჯოხეთი. ეს არის ჭაობები, რომლებიც სავსეა უშხამიანესი გველებით და იმადზე უარესი მალარიის გამავრცელებელი კოღოებით და მოსკიტებით. ეს არის ადგილები, სადაც ცხენები ფაქტიურად პირველი 2 კილომეტრის შემდეგ ეცემიან, ჯორები ცოტა მეტხანს ძლევენ და მე-5 კილომეტრზე იღუპებიან მოწამლული წყლისგან, სხვადასხვა ცხოველების და მწერების ნაკბენებისგან, პარაზიტებისგან, უამრავი ტროპიკული დაავადებისგან. აქ ძალიან ხშირი არის ტროპიკული წვიმები, რომლებიც აბსოლუტურად გაუვალს ხდის, აი 1 მეტრს ვერ გაივლი უბრალოდ და როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი აი ამ 40 კილომეტრის გავლისას უგზო-უკლოდ გაქრა უბრალოდ და ყველაფერი ეს რო ნახეს ინგლისელებმა, თქვეს რომ ჯანდაბას თქვენი თავი, არ გვინდა თქვენი პანამა, წავალთ ისევ ჩრდილოეთით, იქიდან მოვძებნით გზასო. ეს აზრი, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ინგლისელებს 400 წელია არ აძლევთ მოსვენებას. მათ უკვე იციან, რომ ეს გასასვლელი უამრავი კუნძულისგან შედგება. ზოგი კუნძული საკმაოდ დიდი ზომისაა. იქ ზოგიერთ მოგზაურს და მეზღვაურს ადგილობრივები შეხვდნენ. ყველაფერი ეს ბრიტანელებს აძლევს იმის იმედს, რომ თუ ამ გასასვლელს იპოვიან, ბოლოს და ბოლოს ამ კუნძულებზე ფაქტორიებს შეადგამენ, პატარა პორტებს შეადგამენ, რომლებიც დაკავებულები იქნებიან მეზღვაურების, მოგზაურების მასპინძლობით, მათ გაუწევენ დახმარებას, თუ ვინმე მოსარჩენია მოარჩენენ, თუ ვინმე უკან დასაბრუნებელია უკან დააბრუნებენ და ასე შემდეგ. ანუ მაინც ინგლისს აქვს აი ეს ჩაჭედილი თავში. თუ ამ ადგილის თანამედროვე ზუსტ რუკებს დავხედავთ, ამოცანა არც თუ ისე რთულად მოგვეჩვენება. დააჯექი გემზე, გაცურე ატლანტიკის ოკეანიდან, აქა-იქ მიმოფანტულ კუნძულებს გასწრივ, გადი წყნარ ოკეანეში და თავისუფალი ხარ. რუკაზე კარგად ჩანს, რომ აქ არაერთი სულაგეზი შეგიძლია აირჩიო. აი ეს ლაბირინთია, რომელშიც აიარე და სადაც გინდა, ოღონდ თავარია გააღწიო ერთი ოკეანიდან მეორეში.
მილის ნახატის არ იყოს რა პრობლემაა, ეს უნდა გაკეთდეს და ამას ბრიტანეთი გააკეთებს. ასე მარტივად ესახებოდათ მეზღვაურებს და ფლოტის მენეჯმენტს ეს პრობლემა მე-16 საუკუნიდან მოყოლებული თითქმის მე-20 საუკუნის პირველ წლებამდე. ისინი ადგენენ ეკიპაჟებს, მართავენ გემებს, უშვებენ იმ ადგილას, რომელსაც მალე ყინულის სასაფლაო ეწოდა და იგი არა მხოლოდ რეალური ადამიანების, არამედ იმედების განსასვენებელიც აღმოჩნდა. მოდით კარგად ვნახოთ, რას წარმოადგენს ეს ტერიტორია. თუ მას ყინულს ავაცლით, არ შეგეშინდეთ, მალევე უკან დავაბრუნებ და უფრო შეგეშინდებათ, გამოჩნდება, რომ მიწა თითქოს ვიღაცას დაუნაკუწებია და ეს ნაკუწები უსისტემოდ დაუყრიავა. კუნძულები, ყურეები, ნახევრად კუნძულების სანაპირო ზოლი თითქოს ვიღაცას გამოუჭამიაო, ისე არის დასერილი. თუ არ გაქვს ზუსტი რუკა, სანავიგაციო, თუ რამდენიმე ათეული თანამგზავრი არ მიგიძღვება წინ და თანამედროვე გემზე არ ზიხარ, ერთადერთი ვარიანტი გაქვს გზის გაგნების. ბედს მიენდო და ნელ-ნელა ამოწმო ბრმად და ქაღალდზე დაიტანო მრავალრიცხოვანი კუნძულების სანაპირო ზოლები, სრუტეები, ყურეები და კონცხები. რომ შემდეგ მოსულებმა მეტი დაამატონ და ასე ნაბიჯ დაადგინოთ გასასვლელის გზა. ფაქტიურად ბრიტანელები ასეც იქცევიან. უკვე მე-4 საუკუნეა ისინი ნელ-ნელა უმატებენ თავის რუკას ახალ გასასვლელებს. მაგრამ ახლა უკვე სერიოზულად შესაშინებელს მოვყვები. აქ ერთი ძალიან დიდი მაგრამ არსებობს. ეს გახლავთ ის, რომ ეს ტერიტორია პოლარული წრის მიღმაა. იქ სადაც პოლარული ღამეებია, იქ სადაც ტემპერატურა ხშირად 50 გრადუსზე ქვემოთ ეცემა და სადაც ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი დაფიქსირებულა +10 გრადუსია. აქ პრაქტიკულად არაფერი იზრდება გარდა მღიერებისა, მღიერები ყველგან იზრდებიან და აქ არავინ ცხოვრობს. თუ არ ჩავთვლით ამ ადგილებში შემოსულ ზღვის ძუძუმწოვრებზე მონადირე ადგილობრივებს, ინუიტებს, ესკიმოსებს და ასე შემდეგ. შეიძლება შემეწინააღმდეგოთ ახლა, რომ რატომ ბატონო სწორედ პოლარული წრის მიღმა არის რუსეთში რამდენიმე საკმაოდ დიდი ზომის ქალაქი. ვიცი, ნამყოფი ვარ მე ამ ქალაქებში, მაგალითად ნორილსკში, ვორკუტაში, მაგრამ დედამიწა სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ყველაფერი რაღაც ერთ კანონზომიერებას ყველგან არ ექვემდებარება. თქვენ თუ იზობათურ ხაზებს ნახავთ პოლარული წრისა, ყველაზე დაბალი ტემპერატურები არის კანადის იმ ნაწილში, სადაც ბრიტანელები გასასვლელს ეძებენ. რუსეთის ჩრდილოეთი და პოლარული ნაწილი თბილი წყლის დინებით არის განებივრებული და ამიტომაც ვიტუსბერინგმა თავის დროზე მოახერხა მისი შედარებით ადვილად გავლა და ამიტომაც ისეთი კატასტროფული ტემპერატურები არ არის აქ როგორც კანადაში. სანაპიროზეა საუბარი. კონტინენტურ ნაწილში, რა თქმა უნდა, ოიმიაკონში და იმაში -70-ებში და -78-ებია დაფიქსირებული. მე ვამბობ სანაპირო ზოლებში. და ჩვენ სანაპირო გვაინტერესებს, ხმელეთით არავინ არ მიდის, ხო? ის, რასაც ჩვენ რუკებზე ვხედავთ, ძალიან ხშირად დაფარული არის სქელი ყინულით. ეს ის ლაბირინთია, რომელშიც შეიძლება შეხვიდე, ვთქვათ, სუფთა წყალში შეხვიდე, მაგრამ უკან მოიხედო და უცებ იქ ყინულის საწობი გაჩნდეს. და შენ ხაფანგში მოეცე, ვეღარც წინ მიდიხარ, ვეღარც უკან. სუფთა წყალს ეძახიან ხოლმე ყინულისგან თავისუფალ წყალს მეზღვაურები. ამ ადგილებში თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი მარტივი, მაგრამ ძალიან საჭირო ხელსაწყოთი ორიენტირება, როგორიც არის კომპასი, შეუძლებელია, იმიტომ რომ კომპასი აქ მუდმივად დახმუნავს. ხან იქეთ იყურება, ხან აქეთ იყურება. რატომ? იმიტომ რომ თვითონ პოლუსი, მაგნიტური პოლუსი დედამიწის ერთ ადგილას ისე დაფიქსირებული, როგორც ჩვენ გლობუსი რო წარმოგიდგენია, ხო და გადახრილია გლობუსი, აქ ჩარჯობილი აქვს რაღაცა, ვამბობ, რომ აქ არის ჩრდილოეთ პოლუსი, აქ არის სამხრეთ პოლუსი. არ არის ასე. ის მუდმივად მოძრაობს. ხან აქ არის, ხან იქ არის, ხან აქ არის. ეს არის ყველაფერი გამოწვეული იმით, რომ დედამიწის შიგნით ბირთვში არის ნიკელ-რკინის შენადნობი, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია და სწორედ იგი როგორც დინამო მანქანა წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველებს, რომელიც შემდეგ დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის, რომელიც გვიცავს მზის მომაკვდინებელი გამოსხივებისგან და აი ეს ძალწირები, რომლებიც ამოდიან ჩრდილოეთის პოლუსიდან და ჩადიან სამხრეთის პოლუსში, აი ეს ძალწირების ამოსვლის ადგილი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ჩრდილოეთ პოლუსს, მუდმივად მოძრაობს. ამიტომ კომპასიც აქ მაინც და მაინც ვერ გამოგადგებათ.
დაგაგვიანდათ იწყება პოლარული ღამე და თვალთან თიც ვერ მიიტანთ. ეს კიდევ ერთი მინუსი და რა თქმა უნდა ქარი, დაბალი ტემპერატურები, თოვლი, ყინული და თეთრი უდაბნო. ეს ყველაფერი ადამიანზე საშინლად მოქმედებს. საკვები რა თქმა უნდა ცალკე პრობლემაა, კიდევ თუ თქვა იქ ტროპიკულ კუნძულებზე გააჩერებ და თევზს მოიპოვებ რაღაცას ხილს შეჭამ, შეიძლება შხამიანი აღმოჩნდეს, მაგრამ შეხედავ რომ ის მოკდა, იმას აღარ შეჭამ და სხვა შეჭამ, აი ეს პრობლემა აქ არ გაქვს. იმიტომ რომ აქ უბრალოდ საკვები არ არის. თუ ნადირობა არ იცი, თუ არ გაქვს ხელი გაწაფული, თვალი გაწაფული, თუ ტრადიციაში და გენეტიკაში არ გიზის სელაპზე და ვეშაპზე ნადირობა, ცუდათაა შენი საქმე. ინუიტებმა იციან მაგალითად ყინულისგან სახლების აშენება, იგლუების, სახლები ხმამაღლანად თქვენ ქოხების. თქვენ სერ, რომელიც ლონდონიდან ჩამობრძანდით, იცით? ან იცით როგორ მოიპოვოთ, თქვათ, ლომვეშაპი? არ იცით. როგორ შეკეროთ ჩილოეთის ირმის ტყავისგან თბილი ქურთუკი იცით? არ იცით, აბა რას მოდიოდით აქ, ხო? მართალია. 1842 წელია და მიუხედავად იმისა, რაც მე უკვე ჩამოთვალე, ბრიტანეთის საადმირალოში პერის კვლავ სთავაზობენ, მოდი რა გააგრძელე ის გზა და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ გავიაროთ და ამჯერად საქმისთვის გამოგიყოფთ ორ თანამედროვე, ამაზე თანამედროვე გემი დღეს მსოფლიოში არ დაცურავს, ეს არის თბომავლები, რომლებსაც აქვთ ასევე ანძები, ეს არის სამხედრო გემები, რომლებიც ჩვენ გადავაკეთეთ სამოგზაუროდ. მათ აქვთ ნაწრთობი უჟანგავი ფოლადისგან შეკრული ჯავშანი, ანუ ისინი რკინაში ხედან მთლიანად. მათ აქვთ ესეთი წამახული ცხვირი, მძიმე ცხვირი, რომლის საშუალებითაც ისინი ყინულებს გაამტვრევენ. ამ გემებს აქვთ ხრახნები, საკმაოდ მძლავრი, რომელსაც ატრიალებს ორთქლის მანქანა. ისიც დაგეხმარებათ, რა თქმა უნდა, ყინულების მტვრევაში, მაგრამ თუ რაღაც კატასტროფული ყინულები იქნა, ამ ხრახნებს აქვთ უნარი, რომ შევიდნენ კორპუსში და შემდეგ როგორც ესეთი ლუკები დაიხუროს და ისინი არ დაიმტვრენ. ასევე არის გათბობა, ჩვენ ხელშეკრულება დავდეთ ერთ-ერთ ფირმასთან, ისინი მოგვამარაგებენ კონსერვებით, გვაქვს სუროვანდის საწინააღმდეგო წვენები. მოკლედ, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ოღონდ ეს გზა გაიარე და მეტი არაფერი გვინდა. პერი იმ დროისთვის არის 62 წლის, ის თავს თვლის საკმაოდ მოხუცად ასეთი საქმისთვის და მიუხედავად დიდი დაწოლისა, იგი უარს ამბობს ამ ექსპედიციაზე. შემდეგ საადმირალო კიდევ 4 კაპიტანს გამოცდის და აქედან 2 საერთოდ უარს იტყვის, 1 ირლანდიელი აღმოჩნდება და თავისთავად მოიხსნება მისი კანდიდატურა და მე-4-ც იტყვის, რომ არა ვარ მე დარწმუნებული, რომ გავივლი ამ გზას და ისიც უარს იტყვის მოკლედ. ექსპედიცია ასეთნაირად არის დაგეგმილი. 3 წლის სამყოფი საკვები მიაქვთ მათ. მათ უნდა გამოიზამთრონ ორჯერ აი ამ წყლებში და უკვე მეორე წლის გაზაფხულზე, როდესაც ოკეანე გათავისუფლდება ყინულებისგან, უნდა გაიარონ მთლიანად და შევიდნენ წყნარ ოკეანეში. ექსპედიციის ხელმძღვანელობა საბოლოოდ 59 წლის კაპიტან ჯონ ფრანკლინს დაევალა. ჯონ ფრანკლინს ყავს ძალიან აქტიური, მოსიყვარულე, მართლაც საოცრად მოსიყვარულე მეუღლე, ლედი ჯეინი, რომელიც აი წიხლით გატენის მის ქმარს, რომ იგი გახდეს აუცილებლად გემის კაპიტანი, მანამდე ისინი სადღაც ავსტრალიასთან მე მგონი გუბერნატორად მუშაობდა ეს კაცი, მანამდე კანადაში რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო და ყველა იყო წარუმატებელი, მას ადამიანები ეღუპებოდა პანტაპუნტით, ბოლო ექსპედიციისას ისეთ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ ისინი ხმელეთზე, რომ საკუთარი ფეხსაცმელები, რომლებიც ტყავისგან იყო დამზადებული, ის მოხარშეს და ის შეჭამეს და ზუსტად მაგ დროს მიუსწრეს სამაშველო რაზმებმა. და ფრანკლინს ზურგს უკან ავიხმები ეძახდნენ კაპიტანს, რომელმაც საკუთარი ჩექმები შეჭამა. მოკლედ ჩექმების მჭამელი ჯონ ფრანკლინი დათანხმდა კაპიტნობაზე, ეს უიღბლო მკვლევარი დაინიშნა ორივე გემის კაპიტნად. მეორე გემზე კაპიტანი არის კრუზიე. ფრანკლინი ყველაფერთან ერთად არის ძალიან რბილი ადამიანი, გადაჭარბებულად რელიგიური, იმდენად რელიგიური, რომ ეს საქმეს უფრო ვნებს, ვიდრე ადგება, იმიტომ რომ ის ვერ გასცემს ისეთ ბრძანებებს, რომლებსაც ადამიანი
უსიტყვოდ შეასრულებს. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, მკაცრი ავტორიტეტული პიროვნებებია საჭირო. ასეთი სამწუხაროდ ფრანკლინი არ არის. კაპიტანი არჩეულია და მის განკარგულებაში ორი გემია. მათ უცნაური სახელები ჰქვიათ. ერებუსი და ტერორი. ანუ საზარელი და წყუდიადი. მეზღვაურები დიდ ყურადღებას აქცევენ სხვადასხვა სიმბოლოებს და თავისი საკუთარი მითოლოგიაც აქვთ, ძალიან საინტერესო და თქვენ თუ დაძებნით ინტერნეტში ნახავთ, რომ ძალიან ბევრი სახალისო ტრადიციებიც აქვთ მათ, მაგრამ ამ ტრადიციების გარეშე ისინი თვლიან, რომ შეიძლება რეისი იყოს დათარსული. საქმე იმაშია, რომ წყალი ადამიანისთვის აგრესიული გარემოა. და როდესაც შენ თვეობით გადიხარ ოკეანეში, რომელიც არც იცი მეორე დღეს რას გიმზადებს, რა მინდი იქნება, რომელ მეჩეთზე შეგაგდებს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც წარმოდგენა არ აქვს, სად მიდიხარ, ძალაუნებურად ეს ცრურწმენები, ეს ტრადიციები გაგიჩნდება და მეზღვაურების ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია არის თქმულება უпроსწორად, რომ გემს, რასაც დაარქმევ, ის ისეთი იქნებაო. ვინ დაარქვა ამ გემებს ერებუსი და ტერორი, ანუ საზარელი და წყუდიადი, არავინ იცის, რატომ დაარქვეს ასეთი სახელი, მაგრამ სამწუხაროდ ისინი მალე ამ ნათლობის სახელებს გაამართლებენ. მანამდე კი 1845 წლის 19 მაისს გემებმა აფრები აუშვეს და კანადის ჩრდილოეთისკენ გაემართნენ. გემებზე 129 ოფიცერი და მეზღვაურია, ბაფინის კუნძულთან ვეშაპებზე მონადირე გემმა შენიშნა ტერორი და ერებუსი, ეს ხდება 12 ივლისს იმავე წლის და არც არაფერი. ორივე გემი გაქრა. გაქრა თავის 129 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟიანად. ისინი არ დაბრუნდნენ არც 46-ში, არც 47-ში, არც 48-ში. აღარასდროს აღარ დაბრუნდნენ, არქტიკამ ისინი უბრალოდ შთანთქა. საადმირალო ყურს არ იბერტყავს, ისინი ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ აქვთ დრო, გამოჩნდება ფრანკლინი, გამარჯვებული, წყნარი ოკეანიდან წერილს ან დეპეშას გამოგზავნის, ლედი ჯეინი, ფრანკლინის მეუღლე, იწყებს ძალიან სერიოზულ და რეზონანსულ კამპანიას ექსპედიციის გადასარჩენად და მოსაძებნად. 1848 წლიდან ლედი ჯეინმა მთელი თავისი უშრეთი ენერგია მეუღლის გადასარჩენად მიმართა, მან საკუთარი სახსრები გაიღო, ხოლო საადმირალოს 10,000 გინვარქა სტერლინგის ჯილდო დააწესებინა ნებისმიერისთვის, ვინც ფრანკლინის ექსპედიციას მიაგნებდა და გადაარჩენდა. ასევე მან შექმნა ფონდი, რომელშიც ადამიანები რიცხავდნენ გარკვეულ თანხას და შეგროვდა საკმაოდ დიდი ფული, რომელიც საკმარისი გახდა 3 გემით მაშველების გასაგზავნად აი ამ ადგილებისკენ. ძეება მიდის როგორც ხმელეთზე, ასევე ოკეანეში, წყნარი ოკეანის მხრიდანაც და ატლანტის ოკეანის მხრიდანაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ურთულესი მდგომარეობაა. 45-დან 50 წლამდე სამწუხაროდ მცირე გამყინვარების პერიოდი, როდესაც პოლარული წრის იქეთ ყინულები თითქმის არ დამდნარა. იქ როგორ არის, ზამთარში ყინულები შეიბოჭება ხოლმე, ეს ადგილები, შემდეგ გაზაფხულზე ყინულები დნობას იწყებს და სადღაც მაისში ეს წყალი თავისუფლდება, ძირითადად. ეს იყო ის 5 წელი, როდესაც ეს ადგილები ყინულისგან არ გათავისუფლდა. 1959 წელს ლედი ჯეინმა გაყიდა ყველაფერი, ის გამათხოვდა ფაქტიურად, მაგრამ ამ შემოწირულობებისგან კვლავ შეკრიბა 7 გემი და ექსპედიცია დააფინანსა. ექსპედიციის დაფინანსებაში ხალხმაც უბრალო მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა. საქმეში ერთგულმა ქალმა ბრიტანეთის სამეფო კარი ჩართო, სხვათა შორის ჩართო საფრანგეთის და რუსეთის იმპერატორები, მათ სთხოვა, რომ რაც შეიძლება თქვენგანაც იყოს რაღაცა დახმარება და რაღაც ისეთნაირად კამპანიაც არ მართა, რომ ყველა მონარქი და ყველა სახელმწიფო თავის მოვალეობად თვლიდა, რომ რაღაცა წილი შეეტანა მისი მეუღლის და იმ 128 ადამიანის პონაში. საბოლოოდ თავდება იმით, რომ მთლიანობაში ამ სამაშველო ოპერაციისას იღუპება 200-მდე ადამიანი, ეს ცალკე ისტორიებია, რომლებიც ალბათ ცალკე ვიდეოებს იმსახურებენ და იხარჯება კოლოსალური რაოდენობის თანხა, ფრანკლინის ასავალ-დასავალი კი არსად ჩანს. უпроსწორად
ფრანკლინს უკვე ცოცხლებში რა თქმა უნდა აღარ ეძებენ, მათ აინტერესებთ, ხალხს აინტერესებს რა მოვიდა ექსპედიციას. ნუ თუ მათ არანაირი კვალი არ დატოვეს, ნუ თუ მათი გაქრობის საიდუმლო ვერაზროს ამოიხსნება და აღმოჩნდება რომ სჯობდა რომ ეს საიდუმლოდ დარჩენილიყო. იმიტომ რომ სიმართლის იმ ნაგლეჯებმა, რამაც დღის სინათლე იხილეს და აი ეს მიღებული ცნობები ინუიტებისგან იმდენად შემზარავი იყო, რომ ცივილიზებული სამყარო შოკში ჩავარდა. და ევროპელები ჯერ მზად არ იყვნენ გაეთავისებინათ ის ყველაფერი, რაც მათ გაიგეს. აი როგორ დაალაგდა ფაზლი. 1945 წლის სექტემბერში გემები ფენვილის კუნძულთან ჩაიყინენ და წარმატებით გამოიზამთრეს. მაგრამ მიუხედავად მოლოდინისა მეორე წლის არც გაზაფხულზე, არც ზაფხულში ყინულები არ გადანა. 1946 წლის აგვისტოს დასაწყისში მთავარ კაპიტნად ფრენსის კრაზიე ინიშნება. ეს ნიშნავს, რომ ფრანკლინი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 1850 წელს ერთ-ერთი სამაშველო ექსპედიცია უკაცრიელ კუნძულ სახელად ბიჩიზე გადადის და აქ პოულობს ყინულში ჩადებულ ორმოებში ჩადებულ სამ მეზღვაურს, რომლებიც ფრანკლინის ექსპედიციიდან არიან. სამივე მეზღვაური არის ძალიან კარგად, მათი სხეულები კარგად შენახული და ერთ-ერთ ჯიბეში წერილი უდევს. წერილიდან ირკვევა, რომ ფრანკლინი და კიდევ 23 მეზღვაური პირველივე წელს დაიღუპნენ, მაგრამ დაიღუპნენ ძალიან უცნაურ ვითარებაში. მათ სიკვდილამდე ადრე თითქოს სიგიჟის ნიშნები ჰქონდათ. შემდეგ ისინი სწრაფად დასუსტნენ და მოკვდნენ. შემდგომი აღმოჩენებით დასტურდება, რომ ცოცხლებს უმტრების მალე შეშურდებათ. მეორე გამოზამთრება კიდევ უფრო მძიმე გამოდგა. მიუხედავად კარგად მომზადებისა, ეკიპაჟის წევრებს შორის იფეთქა დაავადება. სურავანთან ერთად მეზღვაურებს კიდევ რაღაცას ტანჯავს. რა არის ეს, არავინ იცის. შედარებით ჯანმრთელები მრავალკილომეტრიან გასვლებს აკეთებენ, ისინი ეძებენ სუფთა წყალს ან ხმელეთს, სადაც რაღაცას მაინც მოიპოვებენ საკვებს და ცოცხლად გადარჩენილი 105 ოფიცრისგან და მეზღვაურისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოხსნის ორ ნავს, ჩადებს მასში რატომღაც ვერცხლის ჯამჭურჭელს და დანაჩანგალს, აბრეშუმის ცხვირსახოცებს, გარკვეული რაოდენობის საკვებს და საწვავს. ისინი ჩაებმებიან აი ამ ნავებში და მიდიან სამხრეთისკენ, ანუ იქეთ, საითაც მათ ხმელეთი ელოდებათ. ნუ ყინულს ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს არის სწორი ზედაპირი, რომელზეც გააცურებ ამ ნავებს და მიდიხარ. არ არის ასე. ყინულები ხშირად განსაკუთრებით ზღვაში ქმნიან ერთმანეთზე შეჯახების შედეგად ისეთ დაგროვებებს და გროვებს, რომლებიც რამდენიმე მეტრის სიმაღლისაა და მათი გადალახვა ძალიან რთულია. და ასეთი ტიპის მოგზაურობა მეზღვაურებს ძალებს ართმევს, რა თქმა უნდა. ამას ემატება გამუდმებული შიმშილი, ამას ემატება გამუდმებული სიცივე, ქარები, ეს ხო არ არის უბრალო მოგზაურობა. ნუ შიგადაშიგ მათ ინუიტები ხვდებიან და სწორედ ინუიტებისგან ვიცით ბევრი რამ. მათგან ყიდულობენ უცვლიან აი ვერცხლის ჩანგლებში და დანებში სელაპებს, ამ სელაპების ხორცით იკვებებიან და საბოლოოდ მიმოიფანტებიან. ნაწილი აი როგორც ამ კუნძულზე, ამ ბიჩიზე სამი ადამიანი კვდება და რატომღაც მათ უტოვებენ აი ამ წერილს, ალბათ იმედი აქვს რომ მათ იპოვიან და 1854 წელს მოგზაური ჯონ რეი ხდება ინუიტების ბელადს. ინუიტების ბელადი მას ეუბნება, რომ რამდენიმე ათეული თეთრკანიანი შეხვდა მას, რომლებიც ნავს მოათრევდნენ, ისინი შიმშილით იყვნენ გატანჯულები, მაგრამ ბელადმა მათ საკვები ვერ მისცა, იმიტომ რომ თავადაც არ ჰქონდა და შემდეგ უკვე სხვა ინუიტებმა, ბელადის ტომის ინუიტებმა ჯონ რეის აჩვენეს სხვადასხვა ნივთები, რომლებშიც მან ამოიცნო ფრანკლინის ექსპედიციის წევრების ნივთები. მან გამოისყიდა ნაწილი და გააგზავნა წერილი საადმირალოში. მან კიდევ რაღაცები გაიგო ამ ექსპედიციის შესახებ. და ამ წერილს აგიკითხავთ. შემოკლებით, რა თქმა უნდა. სერ, მაქვს პატივი გამცნოთ, რომ ჩემი მოგზაურობისას 1954 წლის მაისში მე შევხვდი ადგილობრივი ტომების წარმომადგენლებს. მათგან გავიგე, რომ თეთრკანიანი მამაკაცები შიმშილით დაიღუპნენ დიდი მდინარის შესართავთან.
მე შევიძინე მათგან ნივთები, რომლებიც ამ ადამიანებს ეკუთვნოდათ. ეს სერ ჯონ ფრანკლინის ექსპედიციის წევრების უცნაურ გაქრობას ფარდას ხდის. მათი ბედი იმაზე საშინელი აღმოჩნდა, რასაც ადამიანი წარმოიდგენს. 4 წლის წინ თეთრკანიან მამაკაცთა ჯგუფი, რომელშიც 40-მდე ადამიანი იყო, ინუიტებმა შეამჩნიეს. ისინი თან ნავს მოათრევდნენ. ინუიტებმა მათ სელაპის ხორცი უწილადეს, ან გაუცვალეს სხვადასხვა ნივთებში. ერთი თვის შემდეგ მათვე 30 მამაკაცის სხეული იპოვეს. რამდენიმეს ქვების სამარე ჰქონდა გაკეთებული. დანარჩენები კარვებში იწვნენ, ნაწილი ნავის ქვეშ, რომელიც გადმოეტრიალებინათ, რათა ქარისგან დაეცვათ თავი. გვამების ნაწილის მდგომარეობით და ქვაბებში ჩარჩენილი საკვების ნაშთებით ინუიტებმა დაადგინეს, რომ წევრებს შორის კანიბალიზმის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. როგორც ჩანს, შიმშილით გაწამებულმა ჩვენმა უბედურმა თანამემამულეებმა უკიდურეს შესაძლებლობას მიმართეს, რათა თავი გადაერჩინათ. ატივისცემით ჯონ რეი, ჰადსონის ყურის არქტიკული ექსპედიციის ხელმძღვანელი. რეის ეს განცხადება მხოლოდ საადმირალოსთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ იგი საიდანღაც ჟურნალისტებს ჩაუვარდა ხელში და რა თქმა უნდა, ყველა გაზეთში სენსაციად დაიბეჭდა. და როცა რეი ინგლისში დაბრუნდა, იგი კინაღა მოკლეს, ხალხი შოკში იყო. ისინი არათუ არ იჯერებდნენ ამ ამბავს, არამედ ინუიტებს ადებდნენ პირდაპირ ხელს, რომ სწორედ ისინი დაესხნენ ფრანკლინის ჯგუფს თავს და რომ სწორედ მათ შეჭამეს თეთრკანიანი ადამიანები. აბა როგორ შეიძლება ინგლისელი კანიბალი იყოს? ჩარლზ დიკენსმა, რომელიც უახლოესი მეგობარი იყო ლედი ჯეინის, ჩემმა საყვარელმა მწერალმა, საშინელი წერილების, რასისტული წერილების სერია გამოქვეყნა, სადაც წერდა, რომ ნებისმიერი ველური მანამდე იჩენს პატივისცემას თეთრკანიანის მიმართ, სანამ თეთრკანიანი ძლიერია. როგორც კი ისუსტდება, მას იგი თავში არტყავს ჯოხს, კლავს და მისგან სადილს ამზადებს. ეს იყო ამ წერილების ესეთი მოკლე რეზიუმე, რო ვთქვათ. იყო თუ არა სიმართლე ის, რასაც ინუიტები ამბობდნენ, ამას ცოტა ხანში გაიგებთ, მანამდე კი არ შეიძლება არ ვახსენოთ 1850 წელს გემ ინვესტიგეიტორით მაკლერი გავიდა ლონდონიდან, შემოუარა ჰორნის კონცხს, ავიდა ზემოთ, ბერინგის სრუტით შევიდა ალასკის მიდამოებში და აქედან გააგრძელა გზა აღმოსავლეთისკენ. მაგრამ უელსის პრინცის სახელობის სრუტეში იგი ჩაეჭედა ყინულებში. მთელი ზამთარი გამოიზამთრეს მათ და უკვე გაზაფხულზეც რო არ გაიხსნა გასასვლელი და შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდათ, მათ ადმირალ ბელჩერის ექსპედიციამ მიუსრო. და მაკლერის ექსპედიციამ, რომელსაც არც ერთი ადამიანი არ დაკარგა, ბელჩერთან ერთად ხმელეთით გაიარა გარკვეული ნაწილი ამ გზისა, დაჯდა ბელჩერის გემზე და უკვე აღმოსავლეთის მხრიდან მიაღწია ბრიტანეთამდე. ფაქტიურად მაკლერი და მისი ეკიპაჟი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველებმა გაიარეს მართალია ნაწილობრივ ზღვით, ნაწილობრივ ხმელეთით ჩრდილო დასავლეთის გზა, ოღონდ დასავლეთ აღმოსავლეთი გამოუვიდათ მათ. დიდი ბჭობა გაიმართა, მიეცათ თუ არა მათთვის პრემია, საბოლოოდ მიცეს ოღონდ 20,000 არა 10,000 და გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე ათეულ პიროვნებაზე გადანაწილდა იგი და იმ დროისთვის უკვე 10,000 ფუნტი 5 მილიონი არ იყო 2 მილიონი. ინფლაცია იქაც მძვინვარებდა. დაუბრუნდეთ მილის ნახატს. ვარაუდობენ, რომ ნახატზე მაკლურის ეკიპაჟის წევრია გამოსახული. იგი დარწმუნებულია, რომ ინგლისი აუცილებლად გაიკვლევს გზას არქტიკული ყინულების გავლით, მაგრამ დაწყევლილი გასავლელის ძიებას წერტილი არა ინგლისელმა დაუსვა. პირველი, ვინც ეს გზა თავიდან ბოლომდე გემით გაიარა, გახლდათ ნორვეგიელი რუალ ამუნდსენი. რუალ ამუნდსენი ჩემი ერთ-ერთი გმირი არის, სხვა გმირებთან ერთად. ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს მას, იმდენად საინტერესო, რომ მის შესახებ და სიკვდილიც იმდენად იდუმალი იყო მისი, რომ მის შესახებ შეიძლება ცალკე ვიდეოს გაკეთება. რუალ ამუნდსენი ამ საკითხს მიუდგა სრულიად განსხვავებულად ვიდრე ინგლისელები. მან გიგანტური და მძიმე გემების ნაცვლად აირჩია თხელძირიანი ჩატე გემი და ეკიპაჟი იყო არა 200 კაცი, არამედ 6 ადამიანი. მათ თან არ წაუღიათ საკვები. სამაგეროდ მათ წაიღეს ხელსაწყოები და იარაღები, რომლის საშუალებითაც ისინი თევზს მოიპოვებდნენ და სელაპებს. მათ წაიღეს
ნორვეგიულ ინუიტური სალაპარაკო, რომლის საშუალებითაც ისინი კავშირს დაამყარებდნენ ინუიტებთან და ასეც მოხდა. ისინი შევიდნენ ჰადსონის ყურეში, აქ გამოიზამთრეს, მათ შეეძლოთ ბოლომდე გაევლოთ, იმიტომ რომ იმ წელს ყინულებისგან თავისუფალი იყო მთლიანად ეს გზა, მაგრამ ჰადსონის ყურეში შეჩერდნენ, აქ ინუიტებთან ერთად პატარა დასახლება შექმნეს, ერთმანეთს ეხმარებოდა ეს ხალხი, ისწავლეს ინუიტებისგან ტყავის ქურთუკების შეკერვა, თევზაობა, ნადირობა, ინუიტებმა მათგან სხვა რაღაცეები ისწავლეს და მოკლედ ენები ისწავლეს, რაც თავარი ერთმანეთის და ძალიან დაამეგობრდნენ. შემდეგ მეორე წელსაც იგივე გააკეთეს, ანუ კიდევ ერთ ადგილას გამოიზამთრეს და უკვე 1906 წელს გავიდნენ ალასკამდე. სანაპიროდან ანგორიჯამდე ამუნსენმა გაიარა თხილამურებით 800 კილომეტრი, მივიდა საფოსტო განყოფილებაში, უკვე ტელეგრაფია არსებობს დიდი ხანია და პირველი დეპეშა გაუგზავნა მის ძმას და შეატყობინა, რომ იგი ცოცხალია, რომ მან ეს გზა გაიარა და რომ იგი მოგებულია. მოგებულია რა არანაირი პრიზი ამისთვის არ არსებობს. ამის შემდეგ მან უკვე ტელეგრამა გაუგზავნა ნორვეგიის მეფეს. სხვათა შორის საინტერესო მომენტია ის, რომ იგი ერთი სახელმწიფოდან გავიდა და მეორე სახელმწიფოში გააგზავნა დეპეშა. საქმე იმაშია, რომ როდესაც ამუნდსენი 1904 წელს გემზე დაჯდა, ნორვეგია ჯერ კიდევ შვედეთ-ნორვეგიის გაერთიანებულ კავშირში შედიოდა და სამეფოში უბრალოდ. და ეს სამეფო შემდეგ წელს გაიყო და უკვე დამოუკიდებელ ქვეყნებად იქცნენ ნორვეგია და შვედეთი. აქედან გამომდინარე, ასე გამოდის, რომ ნორვეგიელმა გადაწყვიტა უბრალოდ გადაჭრა ის გორდიას კვანძი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ ინგლისელები. ამუნდსენის შემდეგ ამ გზით აღარავის უსარგებლია და ეს ბედის ირონია. რატო? იმიტომ რომ ამას დიდი აზრი აღარ ჰქონდა. პანამის არხი უკვე არსებობს და ატლანტიკიდან წყნარ ოკეანეში და პირიქით ძალიან ადვილად გადი-გამოდიან გემები. მაგრამ დგება 21 საუკუნე. არქტიკის ყინულოვანი საფარის სისქე თითქმის განახევრებულია, ზოგიერთი ადგილი საერთოდ არის გაწმენდილი ყინულებისგან და ეს ყველაზე კარგად აი კლიმატის ცვლილება, პოლარული წრის მიღმა იგრძნობა როგორც სამხრეთით, ასევე ჩრდილოეთით. ბოლოსკენ კვლავ ფრანკლინის ექსპედიციას მიუბრუნდეთ. გახსოვთ, მე ვთქვი, რომ ექსპედიციის წევრები გარდა სუროვანდისა რაღაც გაურკვეველი დაავადებით იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ. დავიწყოთ სულ თავიდან. როცა ფრანკლინის მოგზაურობა გადაწყდა ასევე ამ მოგზაურობის აღჭურვა კონსერვებით, რომლებიც ახალი გამოგონილი იყო. ეს გახლდათ უჟანგავი თუნუქის ქილები, რომლებსაც ზემოდან და ქვემოდან ტყვიით რჩილავდნენ, წინასწარ რა თქმა უნდა აკეთებდნენ მის პასტერიზაციას და როგორც კი ასევე ცხელ საკვებს, რომელშიც უკვე ბაქტერიები აღარ იყო, მოარჩილავდნენ ხოლმე. რჩილავდნენ ტყვიით, როგორც ვინმე სტეფან გოლდნერმა მოიგო ტენდერი, თანამედროვე სიტყვით რო ვთქვათ, და ამ ტენდერში მან ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა და ასეც გამოდგა დაბალფასიანი, გამოდგა დაბალხარისხიანი. დაბალხარისხიანი კი არა, კატასტროფული ხარისხის პროდუქტი. ჯერ ერთი 24 საათის განმავლობაში, რადგან უნდა მოესწროთ და ეს ძალიან ასე წკიბზე ხდება რა, ექსპედიცია უკვე უნდა წავიდეს, როდესაც ეს ტენდერი დამთავრდა. ამ გოლდნერის ქარხანაში ხდება ამ კონსერვების ძალიან სწრაფად კეთება. ამ სისწრაფეში მანქანა კი არ აკეთებს ამას ყველაფერს, ხალხი რჩილავს ამ კონსერვებს. ზოგიერთი კონსერვი ბოლომდე დაურჩილავი რჩება და მასში ჰაერი იპარება და გზადაგზა ფუჭდება, გადასაყრელი ხდება და მეორე უარესი ეს ის არის, რომ ნუ რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს, როცა გშია და გახსენი და აყროლებული ხორცი დაკვდა შინ, მაგრამ არის ამაზე უარესიც. აი სარჩილავი ნივთიერება ტყვია დიდი რაოდენობით იღვრება საკვებში. ტყვია კი, როგორც ნებისმიერი მძიმე მეტალი, იწვევს ნერვული ქსოვილების დაზიანებას. აქედან არის სწორედ ის, რაც ინუიტებმა და სხვა მოგზაურებმა შეამჩნიეს, რომ ზოგიერთი, ძირითადად უпростоრად მეზღვაურები სიკვდილის წინ ავლენდნენ სიგიჟის არაადეკვატური ქცევის ნიშნებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღუპებოდნენ. საშინელებაა, მართლაც საშინელებაა
და ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსპედიცია აი ამ შტეფან გოლდნერმა დაღუპა. გახსოვთ თქვენ, რომ კუნძულ ბიჩზე 3 ცხედარი იპოვეს. აი 2008 წელს მეცნიერებმა მიიღეს დასტური ბრიტანეთის მთავრობისგან, რომ ეს ცხედრები ამოეღოთ ბრიტანეთში გადმოესვენებიათ და მათი შესწავლა მომხდარიყო. ტოქსიკოლოგებმა შეისწავლეს რა მათი თმის და სიცხლის ანალიზი დაადგინეს, რომ 312 ჯერ აღემატებოდა მათ ორგანიზმში ტყვის დასაშვები რაოდენობა. ანუ ტყვია იყო ძირითადი მიზეზი ამ ადამიანების დაღუპვისა. ტყვით ასევე იწამლებოდნენ წყლითაც, იმიტომ რომ წყლის გასაფილტრი და გამამტკნარებელი აპარატები ტყვის მილებით იყო აღჭურვილი. 1992 წელს მეცნიერებმა კინგ უილიამის კუნძულზე იპოვეს 11 ადამიანის ძვლოვანი ფრაგმენტი. 1997 წელს ჩატარდა ამ ძვლების გენეტიკური ანალიზი და დადგინდა მათი ფლობელების ვინაობა. შემდეგ ამ ძვლებს ჩაუტარდა კრიმინალისტიკური ექსპერტიზაც და რეის მიერ მოხსენებით ბარათში ნახსენები კანიბალიზმის ფაქტები სამწუხაროდ დადასტურდა. ყველა ძვალს ჰქონდა დანით ანატკეჩების კვალი. ასევე დადგინდა, რომ ძვლებმა გაიარეს თერმული დამუშავება. ანუ ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვათ, მეგობრებმა მეგობრებისგან თავის გადასარჩენად სუპი მოღარშეს. 2014-2016 წლებში, 2 წლის განსხვავებით, საბოლოო წერტილი დაესვა ფრანკლინის ექსპედიციას, როცა ყურეში ჩაძირული ტერორის და ერებუსის კორპუსები იპოვეს. თითქოს რატომ ბოლომდე არ დასრულდა. აქაც კიდევ ერთი საიდუმლო იმნახება და რომელიც ჯერჯერობით ვერ ამოხსნეს. იმ ადგილას კი არ იპოვეს ერებუსი, სადაც მითითებული იყო. აი მეზღვაურებს სადაც ეწერათ. არამედ ამ ადგილიდან 100 კილომეტრის მოშორებით. ეს ძალიან ბევრია. ხოლო ტერორი იპოვეს 50 კილომეტრის მოშორებით ამ ადგილიდან. და საქმე იმაშია, რომ ეს ორივე გემი რომ ჩაჭედილი ყოფილიყო ერთი და იმავე ყინულში და ასეც იყო, იმიტომ რომ გვერდიდნენ. და თუ ყინულების დრეიფს დავაბრალებთ ამ ყველაფერს, მაშინ როგორ აღმოჩნდა ერებუსი სამხრეთ ნაწილში ყურის, ხოლო ტერორი ჩრდილოეთ ნაწილში. ამ კითხვებზე პასუხს ალბათ მომავალში ან გავიგებთ ან არა. დღეს როცა ამ ყოფილი დიდების ნაშთებს უყურებთ, ხედავთ თუ როგორ აიგნორებს ბუნება იმპერიულ მისრაფებებს. როგორ აცამტოერებს იგი ადამიანის ქედმაღლობას და როგორ აქცევს ოდესღაც კეთილშობილ ოფიცრებს კაცი ჭამიებად. ტერორს და ერებუსს თითქოს თავიანთი სახელებით და ესეთი შეჯავშნული სხეულით უნდა შეეშინებინა არქტიკა და დანებებისკენ მოეწოდებინა მისთვის, მაგრამ პირიქით კი მოხდა, ბუნება ნაწრთო ფოლადზე ძლიერი გამოდგა. მეცნიერებმა იპოვეს ყველაფერი ჯერჯერობით რისი პოვნად შეიძლებოდა. ჩაატარეს უამრავი ტოქსიკოლოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური ანალიზი. დაადგინეს, რომ 129 ჯანღონიცავსე მამაკაცი ჯერ ტყვია მოწამლა და შეშალა, შემდეგ კი მათ სიცივემ და შიმშილმა მოუღო ბოლო. მაგრამ ვერ დავადგინეთ თუ რატომ გაავსეს ბრიტანელებმა თავიანთი ნავები ვერცხლის ჯამჭურჭლით და არ დატოვეს საკვებისთვის, საკვები წაიღეს რა თქმა უნდა, მაგრამ საკმარისი საკვებისთვის ადგილი. თუნდაც ეს საკვები მოწამლული ყოფილიყო, მათ ხომ არ იცოდნენ და არ წაიღეს საწვავი. ის ყინულები, რომლებიც მეთოდურად საუკუნეების განმავლობაში კლავდნენ მეზღვაურებს, ჭყლეტდნენ და ანგრევდნენ მათ გემებს, ანგრევდნენ ასევე ენთუზიასტების ბედს, ყინულქვეშ თელავდნენ მთელს იმპერიებს და ამ იმპერიების ამბიციებს დღეს თვითონ ქრებიან. აი ეს გახლავთ ახლა ყველაზე დიდი შეშფოთების მიზეზი გლაციოლოგებში, კლიმატოლოგებში, ოკეანოლოგებში, ზოგადად განათლებულ ადამიანებში, რომლებსაც ესმით თუ რას გამოიწვევს ეს ყველაფერი გლობალურად პლანეტისთვის. ის რისთვისაც თავი შეაკლა არქტიკას ინგლისმა, თავისით გაიხსნა. და ეს რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სავაჭრო ფლოტებისთვის და არა მხოლოდ სავაჭრო, სამხედრო ფლოტისთვისაც. რადგან ვარაუდობენ, რომ პანამის არხი ახლო მომავალში შეიძლება იმდენად წყალმარჩხი გახდეს, რომ მასში დიდი წონის გემებმა ვერ გაიარონ და ესეც კლიმატის ცვლილების გამო.
მოკლედ პრობლემები ბევრია, ძალიან საინტერესო კვლევები ჯერ კიდევ წინ არის, კიდევ აღმოსაჩენია ძალიან ბევრი ექსპედიცია, რომელიც ასევე გაქრა არქტიკის და ანტარქტიდის ყინულებში, დასადგენია მათი ბედი, ხოლო რაც ვიცით, ისინი ძალიან საინტერესოა, ბევრი მათგანი იდუმალებით არის მოცული, მაგრამ ყველა ჰეროიკულია. ყველგან არის გმირობის ნიშანი, გმირობის, როდესაც ადამიანი არ ეპუება ბუნებას და მაინც ჯიუტად ცდილობს თავისი გაიტანოს. მაშასა დღეს საკმაოდ გრძელი ვიდეო გამომივიდა, თუ მოგეწონათ იგი აუცილებლად დასვით მოწონების ნიშანი, გადააზიარეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს იგი და ახალ გამომწერებს მე მოუწოდებ, რომ არა მხოლოდ ახალი ვიდეოები ნახონ, არამედ ნახონ ძველი ვიდეოები. თუ მე დამიჯერებთ, თუ თავიდან თუ მოყვებით, სულ პირველი ვიდეოებიდან თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. შეიძლება იქ ხარისხი ცოტა სხვანაირი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რომელიც მათში დევს, მათ აქტუალობა ჯერ არ დაუკარგავთ. მე მინდა ამით დაგემშვიდობოთ, მშვიდი კვირა გისურვოთ. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.